დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. დღეს 13 მარტია, ხუთშაბათი დღე, ზუსტად 9-ის ნახევარი და დილის ტალღა თქვენთვის იწყებს მუშაობას. ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები ანა შამელდა და დემეტრე ზოიწევართ. გახლავართ, დილამშვიდობისა, ანა მივესალმებით დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, მოკლედ მომდევნო 2 საათი ჩვენთან ერთად უნდა გაატაროთ, რადგან საინტერესო გადაცემა მოგიმზადეთ. თუ რას ნახავთ დღევანდელ გადაცემაში, ამას ანონსის მეშვეობით ნახავთ. 1942 წლის 13 მარტს ამერიკელი მომღერალი და მუსიკოსის Catman Johnny დაიბადა, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავი კომპოზიციით Catman გახდა. 13 მარტს მსოფლიო საიუველირო ნაკეთობების და იუველირების დღეს აღნიშნავს. ეს დღე პირველად 2018 წელს აღინიშნა. დეტალები რუბრიკაში ამ დღეს. როგორ შეიქმნა მე-19 საუკუნის დასაწყისში ბალერინების ცნობილი ჰაეროვანი ქვედაპოლო, ეგრეთ წოდებული ტუტუ და რა სახის ცვლილებები განიცადა ამ საუკუნეების განმავლობაში. ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. დაელოდეთ გემრიელი და განსხვავებული კერძის რეცეპტს ქეთა თხილაიშვილისგან. რუბრიკაში შენი კერძი. 7 მარტს 18 წლის ინდოელი ბიჭი, რომელსაც მაქციის სინდრომი აქვს, გინესის რეკორდსმენი გახდა. გლის სინდრომი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰიპერტრიქოზი, არის თმის ჭარბი წარმოქმნა ერთ კონკრეტულ უბანზე ან მთელ სხეულზე. ეს და სხვა საინტერესო ამბები რუბრიკაში ვებ-სიახლეები. გადაცემის მეორე ნაწილში, როგორი ამინდები შენარჩუნდება ბათუმში და დანარჩენ საქართველოში, მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან გავიგებთ. სპორტული ამბებით ჯიჯი შემოგვიერთდება. რუბრიკაში საჭესთან გავიგებთ ყველაფერს, რაც ავტომობილის ზეთის შეცვლას უკავშირდება. დღეს თირკმლის მსოფლიო დღეა. დილის რადიოს ეთერში ნეფროლოგთან ერთად დაუბრუნდებით. რუბრიკაში მოდა ყველასთვის ვისაუბრებთ 2025 წლის გაზაფხულის ზაფხულის ტენდენციებზე. სტუდიაში კი მეიქაპ არტისტთან ერთად დაუბრუნდებით და გავიგებთ როგორი მაკიაჟი იქნება აქტუალური გაზაფხულზე. გადაცემის მესამე ნაწილში ხშირად უმნიშვნელო საკითხებზე ვკამათობთ და მოგვიანებით გვეცინება ამ ამბავზე. დაელოდეთ გამოკითხვას ქალაქის ქუჩებში ყველაზე აბსურდული კონფლიქტების შესახებ. და ბოლოს, რა არის მედიაცია, რას ითვალისწინებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი და ვის შეუძლია გახდეს მედიატორი. ეთერში იურისტთან ერთად დავუბრუნდებით. მოკლედ, სანამ უშუალოდ ჩვენი მაყურებელი სახლიდან გარეთ გავა, აუცილებელია გაიგოს, თუ როგორი ამინდი შენარჩუნდება გარეთ, რადგან შესაბამისად შევიმოსოთ. ამას ანა შამილაძე გაგვაცნობს. ანა გისმენთ. ნახოთ ამინდის პროგნოზი. გუშინ საკმაოდ თბილოდა და დღეს კიდევ უფრო მეტად დათბება. 25 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და დღის განმავლობაში მზიანი ამინდი იქნება ბათუმში. ქობულეთში 26 გრადუსი სითბოა დაფიქსირებული, ქედაში 22, შუახევში 21, ხულოში 19 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე 15 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ოზურგეთში 27 გრადუსი, ურეკში 26, ლანჩხუთში 27, ჩოხატაურში 26, ხოლო ბახმაროში 19 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ფოთსა და ანაკლიაში 26 გრადუსამდე გათბება ჰაერი, სოხუმში 21 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, ხოლო ზუგდიდში 28 გრადუსი სითბო. კოპიტნარსა და ქუთაისში 29 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა, საირმეში კი 22 გრადუსია დღის მაქსიმალური ტემპერატურა. მესტია 22 გრადუსი, ბორჯომში 22 გრადუსი, ბაკურიანში 18, აბასთუმანში კი 20 გრადუსი სითბოა ნავარაუდები. ახალციხე 22, გორი 24, ცხინვალში 23 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა, ხოლო თელავში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 22 გრადუსი სითბოა დაფიქსირებული. და თბილისში 24 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, როგორც ხედავთ, უკვე გათბა სრულიად საქართველოში და დღის განმავლობაში მზიანი ამინდი მთელ საქართველოში შენარჩუნდება, ასე რომ მე მგონი გაზაფხული ნამდვილად მოვიდა უკვე და შეგვიძლია რომ გვიხაროდეს ამ კუთხით. უფრო ვრცლად ამინდის პროგნოზს ბუნებრივია კობა ფარტანაძე ოდნავ მოგვიანებით გვამცნობს. ეხლა კი ვაგრძელებთ. გადაცემასთან უნდა გავიგოთ 13 მარტის ოფიციალური ვალუტის კურსი. პირდაპირ ეთერშია ამ ვალუტა. 13 მარტის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. მოიმატა დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 78 თეთრია. 13 მარტს 1 ევროს 3 ლარად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი დღევანდელი მონაცემებით 3 ლარი ეღირება.
ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. მოიმატა ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 227.990 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს დღევანდელი მონაცემებით 5.226 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1.524 ლარი ეღირება. ასეთია ვალუტის კურსი, როგორც თავში უკვე აღნიშნეთ, დღეს 13 მარტია და ამ დღეს უკავშირდება რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტები. ამ ყველაფერზე ბუნებრივია დემეტრე ისაუბრებს რამდენიმე წამში რუბრიკა ამ დღეს დილის ტალღის ეთერში. 1942 წლის 13 მარტს ამერიკელი მომღერალი და მუსიკოსი სკეტმენ ჯონი დაიბადა. ადრეულ ასაკში არწის მეტყოლების პრობლემა ჰქონდა. 12 წლის ასაკში მუსიკოსმა ფორტეპიანოს შესწავლა დაიწყო. ინსტრუმენტმა მას ემოციის გამოხატვის საშუალება მისცა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მუსიკა მას მეტყოლების პრობლემის დაძლევაშიც დაეხმარა. ცოტა რომ აუციოთ თხოვ რეჟისორს. 1990 წელს არტისტი ბერლინში გადავიდა და იქ აღმოაჩინა ჯაზის კულტურა და ამ ჟანრში დაიწყო თავის დამკვიდრება. მის სიმღერებში შეიმჩნევა ჯაზის მკვეთრი გავლენა და დამეთანხმებით თქვენს. 1995 წელს არტისტი გახდა მსოფლიო ვარსკვლავი, რადგან გამოუშვა მისი სადებიუტო სინგლი, რომელიც ახლა გესმით თქვენს კაცკა ბაბიბი ბობ. თავიდან ეს სინგლი ნელა იყიდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გაყიდვების რაოდენობა მიმატა და ბევრ ქვეყანაში პირველი ადგილიც დაიკავა, ესე ვთქვათ. მოგვიანებით 1995 წელს მას მოყვა სიმღერა, რომელმაც ასევე წარმატება მოუტანა არტისტს და ამის შემდეგ მან გამოუშვა სადებიუტო ალბომი სკატმენის სამყარო. 1996 წლის 25 ნოემბერს მეორე ალბომი გამოუშვა, მაგრამ არ იყო ისეთი წარმატებული, თუმცა ამის მიუხედავად 35 მილიონზე მეტი კრებული გაყიდა მსოფლიოში და ასევე მრავალი ჯილდო აქვს მოგებული კარიერის განმავლობაში მას. 1999 წელს მან გამოუშვა თავისი მესამე და ბოლო ალბომი სკატმენ ჯონი თმეს დრო, ასე ქვია ალბომს. სახელწოდებით ალბომის გამოსვლიდან მალევე არტისტს ფილტვის კიბოდის დიაგნოზი დაუსვეს და 1999 წლის 3 დეკემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვაგრძელებთ მომდევნო მნიშვნელოვანი ამბით, რომელიც რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს უკავშირდება. 13 მარტს მსოფლიო საიუველირო ნივთებისა და იუველირების დღეს აღნიშნავს. ეს დღე პირველად 2018 წელს აღინიშნა. მას შემდეგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს აწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სემინარებს, გამოფენებს ეწყობა ყიდვა-გაყიდვა, სადაც საშუალება აქვთ დიზაინერებს, იუველირებს და ამ სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინონ. ეს დღე მიზნად ისახავს ადამიანებს გააცნოს, რა როლი აქვს ამ სფეროს კაცობრიობის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში. ეს დღე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საიუველირო პროდუქტის მნიშვნელობას არა მხოლოდ ინდუსტრიული კუთხით, არამედ კულტურული და ესთეტიკური გადმოსახედიდანაც. და ამ დღის ბოლო მნიშვნელოვანი ამბავი. 13 მარტს ამერიკაში კეთილი სამარიტელის დღე აღინიშნება. ისტორიის მანძილზე ტერმინი კეთილი სამარიტელი ასოცირდება უცხო ადამიანის დახმარებას ან ვინმესთვის კარგი საქმის კეთების დღესთან. განსაკუთრებით კი ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ამ სიკეთის გადახდა არ შეუძლია. ყოველი დღე საუკეთესოა სიკეთის საკეთებლად, მაგრამ კეთილი სამარიტელის დღე გვახსენებს, რომ ვიცხოვროთ თანაგზნობითა და სიკეთით. კეთილი სამარიტელის ისტორია ბიბლიაშიც გვხვდება, თუმცა ამერიკაში დღესასწაული მას შემდეგ დაწესდა, რაც ეკატერინე ჯენევეზი 1964 წლის 13 მარტს ნიუ-იორკში მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 30-ზე მეტმა ადამიანმა ჩაუარა, გაიგო ყვირილის ხმა, არავინ ეცადა დახმარებას, ან თუნდაც პოლიციაში დაერეკათ. დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოების წახალისება დახმარებისთვის, იმედია მეტი ადამიანი გამოიჩენს სურვილს დაეხმაროს გასაჭირში მყოფს, არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ რომ ასეთი იყო დღევანდელი მნიშვნელოვანი თარიღები, რომელიც 13 მარტს უკავშირდებოდა.
13 მარტს ასევე უკავშირდება დღევანდელი დღე იმ კუთხით, რომ დღეს პაჩკაკაბა შეიქმნა, ანუ ეს ქვედაწელი, მრავალ კეცა ქვედაწელი, ანუ ბალერინებს რომ ბალერინი, აი ესეთი კაბები. კი, ესეთი კაბები. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მოგვიმზადა სიუჟეტი ნიკოლოზ კილაძემ, რომელსაც ახლა ჩვენ ვნახავთ პირდაპირ ეთერში. ნახოთ. ტუტუ, ანუ იგივე პაჩკა ბალეტის ყველაზე ამომცნობი ატრიბუტია. სილამაზისა და გრაციის სიმბოლო. მისი ფენოვანი მსუბუქი ქსოვილი სცენაზე მოცეკვავე სხეულის გაგრძელებას ჰგავს. თავდაპირველად გრძელი და რბილი, შემდეგ კი მოკლე და გაფანტული. დღეს როცა ბალერინა სცენაზე პირველად გამოდის, მისი ტუტუთი შეკრული სამოსი არა მხოლოდ კოსტიუმია, არამედ საუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელება. ადგილი, სადაც გრაცია, ძალა და ჰაეროვანი სილამაზე ერთიანდება. ტუტუს წინამორბედი მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. ეს იყო გრძელი, მსუბუქი, ნახევრად გამჭვირვალე ქვედაბოლო, რომელიც ბალერინას მოძრაობას ხაზს უსვამდა. ბალეტის მოცეკვავე ქალის მოკლე, ფუშფუშა, მრავალკეცევა ქვედაბოლო ძირითადად სხვადასხვა ზომის 9 ფენისგან შედგება. რკინის რგოლით მაგრდება და მის შესაქმნელად საშუალოდ 6-დან 20 მეტრამდე ქსოვილი იხარჯება. ქვედაბოლოების ფორმა წარმომავლობის მიხედვით განსხვავდება. ის შეიძლება იყოს ბრტყელი ან დაშვებული. ბევრ თანამედროვე დადგმაში დღეს უკვე ერთფერიან პაჩკებსაც შეხვდებით. მათი სტანდარტული სიგრძე მოსკოვში 38 სანტიმეტრია. პეტერბურგში რადიუსით უფრო დიდ პაჩკებს კერავენ. შესაბამისად, ეს კოსტუმები მოსკოვურთან შედარებით უფრო გრძელი, მძიმე და ოდნავ დაშვებულია. პარიზის სახელოსნოებში პირიქით, შედარებით მოკლე და მსუბუქი კოსტუმები მზადდება. კოსტუმის შეკერვის შემდეგ იწყება დიზაინერების მიერ შექმნილი ესკიზების მიხედვით მისი გაფორმება. პაჩკა დიდგვაროვნების კოსტუმია. ის პრინცესებს, პატარძლებს, კეთილშობილი წარმომავლობის პერსონაჟებს აცვიათ. მითიური არსებებისა თუ ფერიების კოსტუმები რატომღაც უფრო მოკრძალებულია. დონ კიხოტის კოსტიუმები აბსოლუტურად სადაა. გედებისა კი ბუმბულითაა მორთული. არა დიდგვაროვნების კოსტუმები ხშირად შოპენიანკებია და არა პაჩკები. მორთულობა ნაკლები აქვთ, სამაგიეროდ უფრო ფერადები და ჭრელია. კლასიკური ტუტუ რთული კონსტრუქციისაა. იგი შედგება მრავალი ფენოვანი ქსოვილისგან, რომლებიც მავთულის ან პერანგის მაგარი მასალებით იკვრება, რათა ფორმა შეინარჩუნოს. ზოგიერთ ტუტუს 10-12 ფენა აქვს, რაც გაფანტულობის ეფექტს ქმნის. დღეს პაჩკა ბალეტის გარდა ხშირად გამოიყენება მოდის სამყაროსა და პოპ კულტურაში. მაგალითად, მადონამ და ბიონსემ სცენაზე პაჩკას მსგავსი კოსტუმები ატარეს. პაჩკის შექმნა შრომატევადი პროცესია. პროფესიონალური პაჩკის დამზადება შეიძლება 50-დან 100 საათამდე დრო დასჭირდეს. ყოველი პაჩკა ინდივიდუალურად იკერება მოცეკვავის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით. მე-10 საუკუნის ბოლოს ბალეტი უფრო ტექნიკური გახდა. ბალერინები კი მეტად მოძრავნი. საჭირო გახდა ისეთი კოსტუმი, რომელიც არ შეზღუდავდა მოძრაობას და მაყურებელს უფრო ნათლად დაანახებდა რთულ პოზებს. ასე გაჩნდა კლასიკური პაჩკა, მოკლე და გაფურჩქნული. მოკლე ქვედაბოლო პირველად რუსეთში, პეტერბურგის მარიინსკის თეატრში გამოიყენეს პეტიპას და ჩაიკოვსკის ბალეტებში, როგორებიცაა გედების ტბა, მდინარე მზეთუნახავი და მაკნატუნა. პაჩკა დამკვიდრდა როგორც ბალეტის სტანდარტული კოსტუმი. დღეს ის მრავალფეროვანია. მისი ფორმა, სიმაღლე და მასალა კონკრეტული ბალეტისა და ქორეოგრაფიის მოთხოვნების მიხედვით. არსებობს როგორც მოკლე, ხისტი პაჩკები, ასევე შედარებით რბილი და ფენოვანი ვერსიები. ტუტუს ევოლუცია ბალეტის ტექნიკისა და ესთეტიკის ცვლილებასთან ერთად განვითარდა. საბოლოოდ კი კლასიკური ბალეტის განუყოფელ ნაწილად იქცა. ხან შენ თუ გიოცნები ესეთი კაბის მორგებაზე ან ბალერინობაზე თუნდაც არასოდეს არ მიოცნებია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ოცნებობენ ზოგადად ბალერინობაზე, არასოდეს არ მიოცნებია. მე პრინციპში მგონია, რომ ის რაზეც ვოცნებობდი ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი ავისრულე და კიდევ მეც ავისრულებ, რაზეც ეხლა ვოცნებობ. იმიტომ რომ ფიქრებს აქვს რაღაც თავისი ენერგეტიკა და რასაც ფიქრობ, ის აუცილებლად მოდის. თავარია სწორად იფიქრო. კი, ფიქრების გარდა ასევე სოციალურ ქსელსაც აქვს ძალიან დიდი ძალა
ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ მომდევნო რუბრიკის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში ვებ სიახლეები, რომელსაც ანა გაგვასწრებს. მოდი ერთად ავსკროლოთ, როგორც დიდი დემეტრე იყო. კი, ავსკროლოთ. 18 წლის ინდოელი ბიჭი, რომელსაც მაქციის სინდრომი აქვს, გინესის რეკორდსმენი გახდა. მაქციის სინდრომი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰიპერტრიქოზი, არის თმის ჭარბი წარმოქმნა ერთ კონკრეტულ უბანზე ან მთელ სხეულზე. გაურკვეველია რა იწვევს თანდაყოლილ ჰიპერტრიქოზის განვითარებას, მაგრამ მისი გადაცემა გენეტიკურადაა შესაძლებელი. მაქციის სინდრომი ძალიან იშვიათია, ის მილიარდში ერთ ადამიანს უდასტურდება. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მხოლოდ 50-მდე მსგავსი შემთხვევაა დოკუმენტირებული. ინდოელი ლალიტ პატიდარის სახის 90% თმითაა დაფარული. მან გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნს განუცხადა, რომ თავდაპირველად სხვა ბავშვებს სკოლაში ეშინოდათ მისი დანახვის, მაგრამ როცა ახლოს გაცნობა და საუბარი დაიწყეს, მიხვდნენ, რომ მათგან არც ისე განსხვავებული იყო და გარეგნობრივი სხვაობა არაფრით გამოარჩევდა პიროვნულად სხვებისგან. ლილიტი ამბობს, რომ ხალხი სთხოვს მას ამ ჭარბთმიანობისგან განთავისუფლებას, თუმცა იგი ამას ასე პასუხობს, მოკლე ტექსტით შემოვიფარგლები ხოლმე, რომ მე უბრალოდ მომწონს ჩემი ეს განსხვავებული გარეგნობა და ასე ყოფნა მირჩევნია. პიტარდი ბლოგერია და თავის ყოველდღიურ ყოფას YouTube-ზე აქვეყნებს და ამბობს, რომ ამაყობს მსოფლიო რეკორდის მოპოვებით. ეს ფაქტი მას ძალიან აბედნიერებს. მე ვფიქრობ, ძალიანაც საყვარელია ლილიტი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. 2026 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში იგეგმება, სადაც ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩში ცნობილი მუსიკალური შესვენების მსგავს შოუს ვიხილავთ. ჯერჯერობით არაა ცნობილი, რომელ მუსიკოსებს უნდა ველოდოთ, თუმცა მითქმა მოთქმის დონეზე არსებობს ვარაუდი, რომ სპორტის ყველაზე დიდი მოვლენის მთავარ პერფორმერად კანადელი რეპერის დრეიკის ვარიანტი განიხილება. რამდენიმე დღის წინ FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინიო ამერიკული ტელეარხის Fox 5-ის შოუში Good Day New York სტუმრად იყო მისული, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე და მის მუსიკალურ გაფორმებაზეც ისაუბრა. მუსიკალური შესვენებისთვის ერთი კარგი იდეა უნდა შემოგთავაზოთ. დრეიკი უთხრა ინფანტინოს წამყვანმა როზანა სკოტიმ, შენც ხომ იყავი სუპერბოულიზე. კენდრიკმა ის საქვეყნოდ გამოლანძღა და დაპირისპირება შეუქმნა. ძალიან კარგი იდეა თქვა ინფანტინომ დრეიკისა და კენდრიკ ლამარის ცნობილ რეპ ბრძოლაზე. ინფანტინომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მუსიკალურ შესვენებას ისტორიაში საუკეთესო შოუ უწოდა. დადასტურებული ინფორმაციით შოუს პროდიუსერი Coldplay-ის კრის მარტინი იქნება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2 მილიარდზე მეტი მაყურებელი ყავს. ეს ამერიკული ფეხბურთის მაყურებელზე 20-ჯერ მეტია, იმიტომ რომ დიდი მოლოდინები გვაქვს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2 მილიარდზე მეტი მაყურებელი ყავს. ეს ამერიკული ფეხბურთის მაყურებელზე 20-ჯერ მეტი, ამიტომ დიდი მოლოდინები გვაქვს. უამრავი სიურპრიზის აღმოსაჩენად მატჩებს უნდა უყუროთ. ეს იქნება საერთაშორისო მასშტაბის სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული საოცარი სანახაობა. მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 12 ივნისს დაიწყება და სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება. ჩემპიონატს კანადის 2 ქალაქი, ტორონტო და ვანკუვერი უმასპინძლებს. იმ შემთხვევაში, თუ დრეიკი ფეხბურთის 2 მილიარდზე მეტ ფანს თავისი მუსიკით წარუდგება, ის კენდრიკ ლამარის მიერ სუპერბოულის მუსიკალურ შესვენებაზე დამყარებულ რეკორდს მოხსნის, რაც რეპერების დაპირისპირების მოსაგებად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ინსულტის შედეგად პარალიზებულმა კაცმა გონებით რობოტული ხელი დაიმორჩილა. მან საგნები აიღო და მათი ადგილი შეცვალა. მართალია მსგავსი ტექნოლოგია აქამდეც გამოუცდიათ, თუმცა შედეგი სულ რაღაც 1-2 დღით შენარჩუნებულა. ამ შემთხვევაში კი ტვინსა და კომპიუტერს შორის კავშირი 7 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ეს იმედს აჩენს, რომ მოწყობილობა ადამიანების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ტვინი კომპიუტერის კავშირი დიდი ხანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების კომუნიკაციის აღდგენის საშუალებად განიხილება. ამ გრძელ გზაზე უკვე ბევრი წარმატებული ნაბიჯია გადადგმული. ერთ-ერთი მაგალითია მაიმუნი, რომელიც ტვინის იმპლანტით პონგს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ
ამ ტექნოლოგიის ფარგლებში პარალიზებულმა კაცმა ლუდის ჭიქის აწევაც შეძლო, სწრაფი პროგრესი თითქმის შეუძლებელია. ეს გზა საკმაოდ ბევრ დაბრკოლებას მოიცავს, ბუნებრივია გამოგონების ავტორები წარმატებაზე უფრო მეტ საუბრობენ, თუმცა შეზღუდვებიც არ უნდა დავივიწყოთ. აქ მთავარი წინსვლა კავშირის ხანგრძლივობა. ადამიანისა და AI-ს შერწყმის შესწავლა ტვინი კომპიუტერის კავშირის განვითარების შემდეგი ეტაპია. ეს ისაა, რაც განვითარებული და ბუნებრივთან მიახლოვებული კავშირების მისაღებად გვჭირდება, განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა კარუნეშ განგულიმ. განგული ფიქრობს, რომ მოძრაობების დასახვეწად მეტი ვარჯიშია საჭირო კვადრიპლეგიის, ანუ 4-ვე კიდურის დამბლის მქონე პაციენტებისთვის რობოტულმა ხელმა სწრაფად და ზუსტად უნდა იმოძრაოს. ეს მათ საკუთარი თავის გამოკვებაში დაეხმარება. დარწმუნებული ვარ, ვიცით, როგორ დავხვეწოთ ეს სისტემა, ისე რომ სრულფასოვნად იმუშაოს, ამბობს განგული. აი, ასე ვითარდება ტექნოლოგიები, პრინციპში დღევანდელი ვებსიახლების ბოლო ინფორმაცია იყო ეს. მადლობა ანა, საინტერესო ვებსიახლებისთვის. ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და ეხლა ძალიან გემრიელი რაღაც უნდა გააკეთოს კეთად ხილაიჩურმა. ბრაუნი ბანანი. გემრიელი ლუკმის დრო მოვიდა ეთერში. ბანანიც გვიყვართ. და ბანანი რა თქმა უნდა მოგეხსენებათ არის ჯანსაღი და ძალიან კარგ ვიტამინებს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია. ნახოთ რუბრიკა შენი კერძი ჩვენს ეთერში. გამარჯობა, მე ვარ ქეთათ ხილაიშვილი და დღეს უნდა მოგიმზადოთ ბანანის ბრაუნი. მარტივად მოსამზადებელი ბრაუნი, რომლის რეცეპტს ახლა მე თქვენ დაგიზიარებთ და აუცილებლად მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი, ჩაიწერეთ, იმიტომ რომ არის მართლა გემრიელი. დაგუჭირდება საცხობი ფორმა, რომელიც აუცილებლად არ უნდა იკრავდეს ცომს. დაგუჭირდება ბანანი, ცოტა თაფლი, შაქარი, იოგურტი უცხიმო, კვერცხი, გამომხმარებელი და კაკაო. ასე ბლენდერი რომ შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში ავვრიოთ. პირველ რიგში უნდა ავიღოთ ბანანი. 2 ცალი ბანანი იქნება საკმარისი ამისთვის. გავსვათ ბანანი და შეეცადეთ, რომ ეს ისინი მოაშოროთ. აი ეს, ამ ბანანს ახლა დავჭრით. ჩავუყრით ჯამში. შემდეგ ამას ვამატებთ 4 ცალ კვერცხს. ახლა ვამატებთ კაკაოს. დაგჭირდება 4 სუფრის კოვზი. და ასევე ვამატებთ 4 სუფრის კოვს უცხიმო იოგურტს. თუ არ გაქვთ იოგურტი, შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ არაჟანიც. ახლა დავამატებ შაქარს. შაქარი სიტყვოსთვის ცოტა და ცოტა თაფლი. აქვე მაქვს გამაფხვიერებელი, გამოფხვიერებელს დავუმატებ სულ, რომ დაეხმაროს ცომის უფრო კარგად აფუევაში და ამოსვლაში. ახლა ჩავსვათ ბლენდერში და შეგვიძლია ამ ყველაფერს კარგად მოვურიოთ ერთმანეთში. ესეც მოვურიეთ ამას, კარგად გაიხსნა ერთმანეთში ყველაფერი. ხა შეგვიძლია გადავდოთ. და ამ ფორმაში ჩავასხამთ ჩვენს მომზადებულ ბრაუნის მასას.
ესეც ასე. ესეთია, ფორმაში მოთავსებული უკვე ეს მასა. ახლა შეგვიძლია ეს გადავიტანოთ ხუმელში, 9 საათი 40 წუთი, ასეთ ხმელს გადავსე. მზად არის ჩვენი ბრაუნი, ნახეთ რა სილამაზეა. მოვაყარე ზევიდან შაქრის პუდრა, რომ უფრო რაღაც ტკბილი და გემრიელი გეო მიეცა. გავჭრი ახლა შუაში. აი ნახეთ როგორი ფაბუკი და რბილია. ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაგრილებული. ცოტას მოვიჭი და გავსინჯავ თქვენთან ერთად. ძალიან გემრიელია, ტკბილია, ბანანის გემოც აქვს. ეს თუნდა ქონოდა, იმიტომ რომ ბანანის ბრაუნია ეს. უფრო რო გაგრილდება, უფრო ჩაუჯდება გემოები და უფრო გემრიელი იქნება. შესანიშნავი დესერტია, აუცილებლად მომდევნო სახლებში. დღეისთვის სულ ეს იყო, მომდევნო რუბრიკამდე გემშვიდობით, კეთილი სრულებით ნაყოფის. საკმაოდ ჯანსაღი გამოუვიდა დესერტი ვფიქრობ ქეთას, იმიტომ რომ პრინციპში ფქვილიც არ გამოუყენებია და ძალიან ცოტა შაქარი დანამატის სახით რომ სიტყვა მეეცა ძალიან მარტივი მოსამზადებელია და მე აუცილებლად მოვსინჯავ სახლში აი ამ დესერტის მომზადებას. კი, ნამდვილად ძალიან მარტივია, ძალიან სწრაფი და რაც თავარია გემრიელი. ინგრედიენტები იყო ბანანი და ბრაუნი. აი გემრიელისი, ნამდვილად ძალიან სწრაფად მოსამზადებელი. თუ გნებავთ მსგავსი მოამზადოთ სახლში, აუცილებლად უნდა ნიშნოთ ქეთას ეს რეცეპტი. ეხლა კი ვაგზელებთ გადაცემას და მომდევნო სიუჟეტის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. ჩვენი კოლეგა ნიკოლოზ წულუკიძე, ნიკოლოზ კილაძე უკაცრავად ისაუბრებს სპირტის ისტორიას. ნახოთ სიუჟეტი. სპირტი უფერო, ადვილად აალებადი სითხე. აქვს დამახასიათებელი სუნი და გამოიყენება მედიცინაში, ქიმიურ მრეწველობაში, კოსმეტიკასა და ტექნიკურ სფეროებში. არქეოლოგიური მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ადამიანები სპირტს დაახლოებით 8000 წლის წინ იყენებდნენ. განსაკუთრებით შუამდინარეთში, ეგვიპტესა და ჩინეთში. მე-19 საუკუნეებში სპირტის გამოხდის ტექნოლოგია განავითარა არაბმა ალქიმიკოსებმა. სწორედ აქედან წარმოიშვა ტერმინი ალკოჰოლი. ამ პერიოდში სპირტი ძირითადად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მე-14 საუკუნეებში ევროპაში ალქიმიკოსებმა დაიწყეს სპირტის გამოხდა, რაც სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. შუა საუკუნეებში ალკოჰოლი ცნობილი იყო როგორც ცხოვრების წყალი და მისი გამოყენება უფრო გავრცელდა. მე-18-19 საუკუნეებში სპირტის წარმოება მასობრივად განვითარდა. სამედიცინო სპირტი განსხვავდება პროცენტულობით, როგორიც არის 70%-იანი და 96%-იანი და ტექნიკური სპირტი, რომელიც შეიცავს დამატებით ნივთიერებებს და არ გამოიყენება საკვებ პროდუქტებში. სპირტი ეთანოლი მიიღება ბიოლოგიური და ქიმიური მეთოდებით. ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომლის დროსაც შაქრები გარდაიქმნება ეთანოლად და ნახშირორჟანგად. სპირტის მისაღებად გამოიყენება მცენარეული ნედლეული, ყურძენი, შაქრის ლერწამი და სიმინდი. ემატება საფუარიან ბაქტერიები, რომლებიც შაქრებს ეთანოლად გარდაქმნის. მიღებული სითხე გადის გამოხდის იგივე დისტილაციის პროცესს. ეთანოლი ასევე შეიძლება მიღებულ იქნას ნავთობიდან ან ბუნებრივი აირიდან მიღებული ნაერთების ქიმიური რეაქციით. ეს ნივთიერება ფართოდ გამოიყენება ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო საშუალებად, რადგან ეფექტურად კლავს მიკროორგანიზმებს, მათ შორის ბაქტერიებსა და ვირუსებს. ის ანადგურებს მიკროორგანიზმების ცილოვან და ლიპიდურ სტრუქტურებს, რის შედეგადაც ისინი კვდებიან. ყველაზე ეფექტური კონცენტრაციაა 70%-იანი ეთანოლი, რადგან ის უკეთ აღწევს უჯრედებში. 96%-იანი სპირტი სწრაფად აორთქლებადია და არ აღწევს უჯრედების სიღრმეში, რის გამოც მას ხშირად აზავებენ. ყველაფერთან ერთად სპირტს შეზღუდვებიც გააჩნია. არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე. შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება. არ კლავს ყველა სპორას. ზოგიერთი ბაქტერიული სპორა სპირტის მიმართ მდგრადია. გახშირებული გამოყენება აშრობს კანს. სპირტთან ერთად რეკომენდებულია დამატენიანებლის გამოყენება. COVID-19 პანდემიის დროს სპირტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანტისეპტიკური საშუალება გახდა და ფართოდ გამოიყენებოდა როგორც ხელის დეზინფექციის, ისე ზედაპირების და სამედიცინო აღჭურვილობის გასაწმენდად.
სპირტის ანტივირუსული ეფექტურობა და მისი გამოყენების აუცილებლობა ბევრად დაემთხვა საზოგადოებაში გავრცელებულ რეალობას, სადაც ჰიგიენური ზომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. სპირტს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტები. მისი უკუჩვენებები დამოკიდებულია გამოყენების მეთოდზე, დოზირებაზე და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ზედმეტი დოზის მიღება იწვევს ნერვული სისტემის დათრგუნვას, ღვიძლის დაავადებებს, გულისა და სისხლძარღვების პრობლემებს, კუჭ-ნაწლავის დაზიანებას და რაც ყველაზე ცუდია, დამოკიდებულებას. მადლობა ნიკოლოს, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეთერი, შესრულდა ზუსტად 9 საათი და საინფორმაციო დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. პირდაპირ ეთერში სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება სულხან დილომშვიდობას. მოგესალმებით კოლეგებო, წარმატებული და სასიამოვნო დღეს გისურვებთ. დიახ, 9 საათია, ანუ ახალი ამბების დროა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით გლობალური ომის პარტიისთვის ყველაფერი რაც უკავშირდება ევროკავშირს არის შანტაჟის ინსტრუმენტი. მისი თქმით ეს იყო კანდიდატის სტატუსთან მიმართებით და მოლაპარაკების გახსნასთან მიმართებით. კობახიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ 28 ნოემბრის ცნობილი გადაწყვეტილება სწორედ ამ შანტაჟს უკავშირდება. მთავრობის მეთაურის თქმით არ შეიძლება მუდმივი შანტაჟის ქვეშ იყოს ქვეყანა. მან გაიხსენა რეზოლუციის ჩავარდნის შემდგომ შეხვედრა და თქვა, რომ ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანი მოუწოდებდა მათ გზავნილებს გახოლოდნენ. პრემიერის შეფასებით ასე მოქცევის შემთხვევაში ქვეყანა ომში უნდა ჩართულიყო. წინააღმდეგობის შეხვედრის გამო კი წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებით დაემუქრა. ერთმანეთსგან რო გამიჯნოთ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება იყოს უკეთესი პერსპექტივა იმისა, რომ თვისებრივად გადალაგდება ვითარება, თუმცა დავალოთ მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, აქ ბევრად უფრო რთულად არის ვითარება, გამომდინარე იქიდან არის 27 ქვეყანა, არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, რომელზეც არსებითად არ ვრცელდება deep state-ის გავლენა, ანუ არსებითად ორია ასეთი ქვეყანა ევროკავშირში. და არის ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება გლობალური ომის პარტიის სრული გავლენა. ასეთია ბალტიისპირეთის ქვეყნები პირველ რიგში და ასევე არსებითად სკანდინავიის ქვეყნები, რასაც ყველა ხედავს. სხვა სახელმწიფოებში მეტრანგლება ძლიერია deep state-ის გავლენა, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნები არის გასული ყველანაირ წითელ ხაზს მიღმა, რასაც ჩვენ ვხედავთ. პრემიერმა გადაცემაში ოპოზიციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ რთული მდგომარეობა აქვთ როგორც პარტიებში, ასევე ერთმანეთთან. და წინა რომ ყოველ დღეს 300 კაციან აქციას მართავენ, ქუჩას კეტავენ და ბრუნდებიან. მისივე თქმით, ისინი თავისი ფეხით მიდიან და 10,000-ობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში. ამისთვის შეიძლება მადლობაც გადაუხადოთ, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დიდი ოდენობით თანხების მართლ საწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ნარკომია წერილში, რომელიც ბიზნესმენმა ციხიდან გამოაგზავნა. იგი წერს, რომ სისტემის მიერ ჩაგვრას არ შეეგუება და სრულ შიმშილობაზე გადადის. ის ახლობლებს ბრძოლისკენ მოუწოდებს. ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს ახკვეთის ღონისძიების საქმით შეფარდებული 50,000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. იგი 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გაიმართება. მოსამართლეს სალიხ შაინიძეა. დღეს უნდა გადაწყდეს და იკითხებიან თუ არა ადმინისტრაციულ საქმეზე ამაღლობელის დაკავებისას მყოფი პოლიციის მაღალჩინოსნები. მისი მოთხოვნითაც მოსამართლეს ამაღლობელის ადვოკატებმა წინა პროცესი მიმართეს. სასამართლო პროცესი ეხება მზია ამაღლობელის პირველ დაკავებას, რაც 11 იანვრის აქციაზე კედელზე სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. განმეორებით ჟურნალისტი იმავე საღამოს პოლიციელზე ხელის დარტყმის გამო დააკავეს. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარაში გათიშული აბონენტების თითქმის ნახევარს აღუდგა გაზის ჩართვა 11 მარტს დაიწყო კომპანია სოკარგაზის ინფორმაციით. გაზის მომარაგების სრულად აღდგენის პროცესი დღეს უნდა დასრულდეს. 100,000-ზე მეტ აბონენტს აჭარასა და გურიაში გაზის მიწოდება გასადენის ცენტრალურ მილზე მომხდარი დაზიანების გამო შეუწყდა.
ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან და კიევს თავდაცვის უფლების დაცვაში უნდა დაეხმარონ. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას და მოელიან, რომ რუსეთი მას დათანხმდება. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესიულ ომთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის აშკარა ცვლილების შემდეგ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან. რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ შემდგომი რუსული აგრესიის შესაკავებლად ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებში. ევროპარლამენტარები ასევე ღრმად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ხელმძღვანელობის შანტაჟის ნებისმიერ მცდელობას, რათა დაანებდნენ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. გახსოვდეთ, რომ რუსეთმა საქართველოს ბუშისგან აიღო, მათ ყირიმი აიღეს ადამიანისგან სახელად ობამას, სადაც მთლიანად ყველაფრის მიღება ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც არაფერი აუღიათ? ტრამპი, ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, შეეძლო თუ არა ამერიკას რუსეთს ეს ზეწოლა. ტრამპმა დასწინა, რომ ამის გაკეთება შეუძლია, თუმცა იმედი აქვს, რომ ზეწოლის საჭიროება არ დადგება. მისი თქმით, ამერიკას რუსეთის მიმართ მოქმედება ფინანსური კუთხითაც შეუძლია, თუმცა ამის გაკეთება არ სურს და უნდა მშვიდობის დანახვა. არგენტინაში პენსიონერებსა და რამდენიმე საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებისა და პოლიციის შორის დედაქალაქ ბუენოს-აირესში კონგრესის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პენსიის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა მოგვიანებით მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სრამსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკება მაშინ დაიწყო, როცა ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ჯგუფი პენსიონერთა მხარდასაჭერად აქციას შეუერთდა და პოლიციამ შექმნა კორდონი, რათა მათი კონგრესისკენ წინსვლა დაებლოკა. ცნობისთვის არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პენსიონერები პენსიის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველ ოთხშაბათს რამდენიმე კვირაა მართავენ. ეს იყო ჩემს ხელთარცებული ბოლო ინფორმაცია. ამ და სხვა სიახლეებით კი პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით. დაგველოდეთ დროებით. მადლობა, სულხან, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა და თქვენ უყურებთ. გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემეზოვიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა კი ვნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით. გადაცემის მეორე ნაწილში როგორი ამინდები შენარჩუნდება ბათუმში და დანარჩენ საქართველოში, მეტეოროლოგ ყობა ფარტენაძისგან გავიგებთ. სპორტული ამბებით ჯიჯი შემოგვიერთდება. რუბრიკაში საჭესთან გავიგებთ ყველაფერს, რაც ავტომობილის სეთის შეცვლას უკავშირდება. დღეს თირკმლის მსოფლიო დღეა. დილის რადიოს ეთერში ნეფროლოგთან ერთად დავბრუნდებით. რუბრიკაში მოდა ყველასთვის ვისაუბრებთ 2025 წლის გაზაფხულის ზაფხულის ტენდენციებზე. სტუდიაში კი მეიკაპ არტისტთან ერთად დავბრუნდებით და გავიგებთ როგორი მაკიაჟი იქნება აქტუალური გაზაფხულზე. გადაცემის მესამე ნაწილში ხშირად უმნიშვნელო საკითხებზე ვკამათობთ და მოგვიანებით გვეცინება ამ ამბავზე. დაელოდეთ გამოკითხვას ქალაქის ქუჩებში ყველაზე აბსურდული კონფლიქტების შესახებ. და ბოლოს, რა არის მედიაცია, რას ითვალისწინებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი და ვის შეუძლია გახდეს მედიატორი. ეთერში იურისტთან ერთად დავბრუნდებით. ესეც ასე, ვინც ახლა შემოგვიერთდით, არსად არ უნდა გადაერთოთ, რადგან სპორტული სიახლეებით ვაგრძელებთ გადაცემას. პირდაპირ ეთერში გიგა ჯიჯავაძე შემოგვიერთდება და გავიგოთ რა მნიშვნელოვანი ამბით იქნება დღეს პარასკევი, ხუთშაბათს დღეს ჩვენს ეთერში. ჯიჯი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. აქტიურად იწყებ დილას, როგორც მივხვდი. სპორტდარბაზში ვარ, მივხვდით ისე რომ მე სამწუხაროდ ჯერ არ ვარ ჯიშო, მაგრამ სურვილი ყოველთვის არის, იმისო ვივარ ჯიშო. მოკლედ რაღაც ამ კვირაში გადავწყვიტე რომ გასვლითი რუბრიკები მქონოდა და გუში პარკში ვიყავი. ამინდმა მოგცა мотиваცია დღეს სალოსნობის კი, ამინდის ბრალიც არის და ზოგადად ისეც აქტივობები არის, კი ძალიან ბევრი. მოკლედ დღეს ვიმყოფები ერთ-ერთ დარბაზში, სადაც ძალიან კარგი ადამიანი დავით ჯავანაძე ვარჯიშობს და მოკლედ ის ფლობელობაში და ბევრი ბათუმელი მოკლედ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით დაუყენებია მოკლედ სწორ გზაზე და ეხლა დავითი 19-დან 23 მარტის ჩათვლით ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც
პოლონეთში გაიმართება, სადაც 750-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას 24 ქვეყნიდან და შესაბამისად მათ შორის, რა თქმა უნდა, არის დავით ფშავარანძე და კიდევ ერთი ბათუმელი დივიტიკო. წინ კი, რომელიც მოკლედ ჯერჯერ ხამსამწუხაროდ ჩვენთან ერთად არ არის დავითი, რომელიც მიდის პოლონეთში და მოკლედ დავით, გადმოვალ შენთან. კიდევ ერთხელ მადლობა დილიდან ჩვენთან ერთად ხარ. ვახსენე უთხარი უკვე მაყურებელს, რომ 19-დან 23 მარტის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება პოლონეთში, სადაც მიწვეული ხარ შენ და კიდევ ერთი შენი მოსწავლე და გითხარი აბა უფრო დეტალურად რა ხდება ბოდიში მოგწყვიტე გახურებას დილიდან ვარჯიშობ. გითხარი აბა რა ხდება პოლონეთში, როდის მიდიხართ, როგორ ემზადებით და ასე შემდეგ. ესე იგი 18-23 ჩათვლით გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი, სამი ფედერაცია ატარებს მსოფლიო ჩემპიონატი, ასე ვთქვათ, მსოფლიო ფესტივალი. 750 სპორტსმენია დარეგისტრირებული 24 ქვეყანა. ძალიან ძლიერი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას სპორტსმენები. აქედან ჩვენ საქართველოსთან 3 სპორტსმენი გავიმგზავრებით. ჩემი მოსწავლე დიმიტრი გავსტიანუკი. მიუხედავად იმისა, ჩვენ ბიჭებს ძალიან ძლიერი ტრავმა აქვს. რამაზ გაბაიძეს, ირაკლი ფუტკარაძეს. მაგრამ უფრო მეტი მიდიოდით ხოლმე შეჯიბრზე იყო. ხო, ტრავმებიდან გამომდინარეა ჩვენი სპორტი ისეთია ძალისმიერი სპორტი, ხშირად ხდება ძალიან ძლიერი ტრავმები და ბიჭები არის აი სამი ძირითადად მოქმედი სპორტსმენი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გაბაიძე, ირაკლი ფუტკარაძე, ნუკრი დიასამიძე, რომელსაც ძალიან ამოწმებები აქვს კარგი, გამომდინარე იქიდან ვერ მოდიან რაღაც გარკვეული ტრავმების გამო. კი ბატონო, რა კატეგორიებში მიიღებ მონაწილეობას შენ პირადად და ზოგადად რა კატეგორიებში ტარდება ზოგადად ეს ჩემპიონატი პოლონეთში? ესე იგი, წონები ჩვეულებრივად იწყება 67-დან 74 კილოგრამი, 82-ნახევარი, 90, 100, 110, მე მაგალითად 100-ში მონაწილეობ. გავსტენო კი 82-ნახევარში გადავიდა უკვე. გაიზარდა დიდი ბიჭია. მზად ვართ, დანარჩენი გამოჩნდება შედეგი, რას გავაკეთებთ, როგორ მივიღებთ მოქრებს. დილიდან პასუხისმგებლობა ამ კიდა შემიძლია ესე ჭყალებში თქვა დავითმა, თქვა რომ არასდროს ჩემპიონატის წინ არასდროს არ ყოფილა პირდაპირ ეთერში და მოკლედ იმედია ფეხბედნიერი იქნება, თორე რა გადაურჩება მერე დავითს. დათო გითხარი აბა ზოგადად ამდენ ძნელია მოიმზადო აი ესეთი ამ ხელა ფორუმის წინ, თან იცი მითხარი რომ წელს განსაკუთრებით დიდია კონკურენცია, აი რაში გძნობ, რატომ გაიზარდა კონკურენცია თუ ახალგაზრდა თაობა წამოვიდა და რაღაცა უფრო მეტად იგზენი ზურგში ქარი. კი ბატონო, ეს სპორტი ძირითადად მსოფლიოში ძალიან განვითარდა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩართული. პირადად ბათუმში ძალიან ბევრი სპორტსმენი უკვე გაიზარდა და იზრდება, ასე რომ ვთქვათ. შენი წყალობა. კი ბატონო, და ძალიან პოპულარული სპორტი გახდა და რა ვიცი, ხედავ რომ უკვე თითქმის ყველა წელიწადს სპორტსმენები მონაწილეობით დღე იზრდება. რამდენ დროს უთმობ ხა ამ ჩემპიონატი განსაკუთრებულ რეჟიმში ხარ გადასული ჩემპიონატის დაწყებამდე თუ ისე ჩვეული შეაგრძელებ ვარჯიშს თუ რაღაცა მაინც ჭირდება ამ ყველაფერს წინას და რაღაცა ერთი თვით ადრე ან ორი თვით ადრე დაწყება მომზადება. საერთოდ მზადებას ვიწყებ 3 თვით ადრე მე. ზოგადად სულ ტონუსში ვარ, სულ ვარჯიშობ, მაგრამ ჩემი რთული პირობებიდან ხალხთან მუშაობის პროცესში მიჭირს ძალიან მზადება და მაქსიმალურად ვცდილობ რომ დავუთმოდ რომ ჩემ თავს საათნახევარი მაინც. კვირაში 3-ჯერ ხო, კვირაში 3-ჯერ რომ მოვიმზადო. მოდი ახლა გვაჩვენე რა კატეგორიაში წოლჭიმი და ეს არის ამოწევა, სადაც ვიღებ მონაწილეობას. წოლჭიმში ვგობილობ პირველად მონაწილეობას. ანუ მინიმალური წონა იქნება ჩემი 160 დაწყება. და შევეცდები მაქსიმალური ან რეკორდი ან მაქსიმალური ვაჩვენო. რა გიღია ისე ზოგადად სხვა ტურნირებზე მაქსიმალური რა იყო შენი? 210 მაქვს წოლჭიმზე რეკორდი, 212.5 მაქვს, 207.5 მაქვს, სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვდიოდი სხვადასხვა ფედერაციებში. ამოწევებში მაქვს 274, 272.5. კაი, მოდი ნახოთ ახლა რა კატეგორია ის, რასაც 90 კილოგრამია მე უბრალოდ დავასრულე უკვე საერთოდ ზოგადად მზადება. დღეს ბოლო ვარჯიში ასე რომ ვთქვათ, ამ ტურნირისთვის და ეს არის წოლჭემი. ანუ ესე საჭთან დამოკიდებულებაში ვარ, როგორ გავაკეთო სწორად. მოკლედ ეს ის კატეგორია, რომელიც ერთ-ერთ კატეგორიად იქნება, სადაც მედლები თამაშდება. ზოგადად არის შანსი იმის, რომ 3 მედალი მოიპოვოს, ანუ დავითმა, ანუ 3 პოტენციური ოქროს მედალის კანდიდატია დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის ისე ამ ჩემპიონატზეც მედლები დაბრუნდება და მოკლედ ეს არის წოლჭიმი და პლუს არის ამოწევა, რომელიც ყველაზე მე მგონი ყველაზე ძნელია, იმიტომ რომ უფრო მე დიდი წონა ვიდრე გაწოლილ მდგომარეობაში. ახლა მაგასაც გაჩვენებ. აქ ეხლა რამდენი კილოა? კილოგრამია, ეს უკვე ფაქტიურად ხურდებით უკვე ამ წონით. ამით ხურდები? ხურდებით, ხო. ამით ხურდებიო, პატიცემულმა. ხო, საინტერესოა. სტატისტიკა უნდა იყოს 250 ან 260 უნდა დავიწყო.
ანუ რამდენი ცდა გაქვს სულ ჩემპიონატზე გამოსვლისთვის? 3. ანუ ყველაზე მთავარი არის ბოლოა გადამწყვეტი. ბოლოს ვერ ჩათვლი უკვე ბოლოს წინა რაც იყო მეორე პაპეტკა იმით ხარ უკვე გადაწყება თქვენი ბედი. ამიტომ გათხოვნა უნდა გააკეთო ისეთი რომ ზუსტად აწიო იქცონა რომ ჩაეტიო იმ ნორმატივში. ანუ კონკურენტი რასაც აწევს იმასთან განსხვავებით 2 კილო ნახევარი შეგიძლია დაამატო. ანუ მინიმალური. ფინანსური შეკვეთით ხდება. ხო, რა თქმა უნდა, ანუ არის დიდი ტაბლო, სადაც გამოქვეყნებულია ქვეყნები და მონაწილეები სპორტსმენები, ვის როგორ უკვეთავს წონას, როგორც ხდება, როგორც ტალახაზე მონაწილეობს, ისე ანუ პრინციპი გასაგებია, როგორც ხო ოლიმპიადაზე ხდება ძალოსნების ფრია. 220 კილო ეხლა შეესწება დავით, ამით ხურდება დათო. ანუ 3 ჩემი წონა და კიდე ცოტა ოდნავ მეტი. ექვსას 60 კილო აწია 5 წამში. კი. დავით, რა მაინტერესებს იცი? ესე აი ამ წონაზე რომ მიხვიდე, ამ წონების ამას შეეჭიდო, რამდენ წლიანი შრომაა მასში ჩადებული? იცით რა არის ადამიანების კატეგორია? ეს ყველაფერი დამოკიდებულია გენეტიკაზე. არ შეიძლება ადამიანმა იმვერჩოს თელი ცხოვრება და ვერაციოს წონა. არის გენეტიკაზე დამოკიდებული. გენეტიკა როგორც გიწყობს ხეს იმის დამიხებით, მიდიხარ წინ. ყველა საკპრიდელი მაქსიმუმი ასე რომ ვთქვა. შეიძლება ჩემი ასაკიდან გამომდინარე იყოს მაქსიმუმ 290 ან 300. ანუ დამოკიდებულია ადამიანი როგორ თუ ყოფილა ესე შენ პრაქტიკაში ვინმე მოსული იყოს ისეთი გამოუცდელი, რომელიც აი არანორმალურ ძალას ფლობდა და არა, ისეთი ფაქტი იყო ერთი ზესტაფონელი ბიჭი იყო. საბჭოთა კავშირის 21-ს რო ეძახიან, იმავს წევა უკანო ხარისბრა. 220 ვერ დაძრა იატაკიდან, ანუ ის სხვა კუნთი მუშაობს. სულ სხვა ძალა ჩართული. გამოცდილებას და ვარჯიშს არ რა თქმა უნდა. კუნთისეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ეს კუნთი. იმის და მიხედავ შენ წონებს. ბატონო, კაი და ბოლოსკენო წავიდეთ, გითხარი, გარდა იმისა, ხე სოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, დარწმუნებულად მედლები ჩამოხვალ, კიდე ამ წელიწადში თუ არის რაღაც ტურნირები, რომელიც უკვე წინას არის. წარმაგარი ტურნირი გვაქვს ესპანეთში, მადრიდში, არლ კლასიკი. ყველა წელიწად სტარდება, მანქანის დარბაზ წავალ მთელი გუნდი. აჭარის შემადგენლობა, ირაკლი ფერაძე, რამაზი გაბაიძე, ნუკრი დიასამიძე, ყველა შემადგენლობა წავალ ჩემპიონატში. კი ბატონო, და ერთი შეკითხვა მაქვს. კი აი ესე უკითხეო დავიცო, მისი საყვარელი მოსწავლე ვინაა და რატომ ანა ჟოჟაძეა, ასე მითხრა, ასე დამახმარეს. იმიტომ 4 წელია მოდის და ვერ მოაღწია დარბაზზე. და მოვიყვანეს და როგორი მოსწავლეა ჩემი პროექტი? მაგარი ძალიან მაგარი, ან არის ძალიან მაგარი გოგო. დამჯერი და ძალიან მაგარი შედეგი აქვს და უფრო მეტ შედეგს დადის. ტურნირზე როდის წაიყვან? ტურნირზე უკვე ცოტა მაგის სხვა თემაა. ტურნირზე წავიყვანთ, როცა ძალიან მაგარ შედეგს ვაჩვენეს დარბაზში. კი ბატონო, მადლობა. წარმატებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოხვალ 24-ში ალბათ უკვე ბათუმში იქნები. ხო, ოქროს მედლებით უკვე სტუდიაში დაგელოდები. კი ბატონო. დავით ჯავანაძე იყო მოკლედ ძალოსანი, რომელიც როგორც უკვე გითხარით 19-დან 23 მარტის ფარგლებში, ანუ ამ პერიოდში გაემგზავრება პოლონეთში, მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას კიდევ ერთ სპორტსმენთან ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოსთან სულ 3 სპორტსმენი მიდის და შესაბამისად მოკლედ ველოდებით ისე როგორც ყოველთვის დათოსგან და არა მარტო დათოსგან ოქროს მედლებს და ზოგადად მედლებს, იმიტომ რომ მიგვაჩვია ამ ადამიანმა რეკორდებს და მედლებს, წარმატებები დავით, ესეთი იყო მოკლედ ჩემი ჩართვა, მე ხვალ ზუსტად 10-15 წუთამდე მეგეშთოვები და აქვე დაგიანოსებთ, რომ ხვალ ერთ-ერთი ძალიან ექსტრემალი ადამიანი გვეყოლება ეთერში და ვისაუბრებთ ექსტრემალური სპორტის სახეობის შესახებ. დანარჩენს მოკლედ ხვალიდან გადაცემაში დაელოდით. ანა დემე. მადლობა ჯიჯი, სხვათა შორის ანი ჟოჟაძე ახსენე და მინდა ვთქვა, რომ ბათუმში ეს რაღაცა ტენდენციური თემაა, რომ ყოველი მეორე ან მესამე გოგონა აპირებს დათომ ჟავანაძესთან მისვლას და ვარჯიშის დაწყებას და ეს წლები გადის და დათო პოპულარული ბიჭია. საბოლოო ჯამში ალბათ მეც მივალ დათოსთან. დიდი მადლობა. ანამ უკვე დაიწყო მისვლა, შენც დაიწყე მისვლა და დათოს სიტყვას გამოგზავნებ, ნამდვილად ოქრო გოგოა მომეც ამის საშუალება პირდაპირ ეთერში და კიდევ ვისარგებლობ და ვიტყვი, რომ ანა მაგ ტურნირსაც მოიგებს ჩემი აზრით. ნამდვილად. კი ბატონო, ვაგრძელებთ გადაცემას და კობა ყავს ფარტენაძე პირდაპირ ეთერში. უნდა გვამცნოს თუ როგორი ამინდი იქნება დღის განმავლობაში და ასევე მომდევნო დღეებზეც იქნებ გვითხრას 1-2 სიტყვა შენარჩუნდება თუ არა ასეთი თბილი ამინდები. დილამშვიდობისა კობა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით, აუცილებლად გეტყვით, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პროგნოზსაც
ხოლო მოკლევადიანს და დღევანდელს ხედავს თუ როგორი მშვენიერი ამინდი გვაქვს დღეს საქართველოში, არა მარტო ბათუმში, ზოგადად დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, მთაშიც, მაღალმთაშიც დილიდან მაღალი ტემპერატურაა და გაზაფხულისთვის დამახასიათებელი სითბოა უკვე ჩვენს ქალაქებში, კურორტებზე და ასე შემდეგ. ბათუმის ცენტრალურ პარკში უკვე ნამდვილად ენერგიულადაა დაწყებული დილა. ყველა თითქმის არის ძალიან მოტივირებული იმისთვის, რომ ივარჯიშოს, დაისვენოს, დილის ყავა მიირთვას და მოკლედ მშვენიერი დილა გვაქვს. ამინდის თვალსაზრისით საქართველოში ნამდვილად კარგი სიტუაციაა. დღეს 2 გრადუსით კიდევ უფრო მოიმატებს ტემპერატურა ყველგან. მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოში დაფიქსირდება იმერეთში, მაგალითად ქუთაისში დღეს 29 გრადუსი იქნება მაქსიმალური ტემპერატურა და მოდი დავყვეთ ჯერჯერობით ქალაქებს თუ სად რა ზღვარს მიაღწევს დღის ტემპერატურა და შემდეგ უკვე უფრო გრძელვადიან პროგნოზსაც გაგაცნობთ. რა თქმა უნდა. კონკრეტულად დღეს ბათუმში მაქსიმალური ტემპერატურა კი, როგორც სწორად მახსოვდა, +25 გრადუსია მოსალოდნელი, +26 გრადუსი იქნება ქობულეთში და ქედაში 22 გრადუსი. შუახევში 21 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა და ხულოში +19 გრადუსი დაფიქსირდება და ჩვენს ოპერატორს ვთხოვ გაჩვენოთ ის მშვენიერი გარემო, რაც ბათუმის ცენტრალურ პარკშია, როგორი გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ლამაზი დილა გვაქვს. ოზურგეთში 27 გრადუსი დაფიქსირდება, ურეკში 26 გრადუსი იქნება, ლანჩხუთში 27, ჩოხატაურში 26 და ბახმაროში დღეს 19 გრადუსია მოსალოდნელი. ფოთში 26, ანაკრიაში 26 გრადუსი, 21 გრადუსი იქნება დღეს სოხუმში, ზუგდიდში 28, კოპიტნარში და ქუთაისში 29 გრადუსი დაფიქსირდება. საირმეში 22, მესტიაში 22 და ბორჯომში ასევე 22 გრადუსი იქნება დღეს. ბაკურიანში 18, აბასთუმანში 20, ახალციხეში 22, გორში 24, ცხინვალში 23, დედაქალაქში 24 და თელავში 22 გრადუსი ამოსალოდნელი. ესე რა მარტივია ჩამოთვლა ქალაქების, როდესაც ყველგან მზიანი ამინდია მოსალოდნელი და კარგი ტემპერატურული ფონი. რაც შეეხება უახლოეს დღეებს, საქართველოში გაგრძელდება კვლავ თბილი ამინდი, ჯერჯერობით გაავდრებას არ ველოდებით. ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე კვლავ თბილ და მზიან ამინდს განაპირობებს საქართველოში უახლოეს დღეებში. მთიან რაიონებშიც ძალიან კარგად არის მომატებული გასულ დღეებთან შედარებით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, ჯერჯერობით თოვლიც კარგად დნება, იქ სადაც ჯერ კიდევ ნარჩუნდებოდა თოვლის საფარი, ასე რომ პესიმისტი ადამიანების მიერ დაანონსებული ის, რომ თოვლი ასე ვერ ჩაივლიდა ეს მაღალი თოვლის საფარი და რაღაც მოხდებოდა ცუდი, არ გამართლდა, როგორც ველოდებოდით მეტეოროლოგები და ამიტომაც არ იყო გაფრთხილება დაწერილი, რომ რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ასე ლამაზად ნება თოვლი, ჯერ კიდევ ნარჩუნდება ზოგან, როგორც უკვე აღვნიშნე და უახლოეს დღეებშიც იმედია რაიმე საშიშროება არ წარმოიქმნება და ასეთი მშვიდი დღეები გვექნება საგაზაფხულო, ასე რომ დატკბით ისიამოვნეთ, თქვენ ალბათ ყველა ხედავთ, რომ მზეზე როგორი მაღალია ულტრაისფერი სხივები იმ მხრივ, რომ საკმაოდ თბილი მზეა, უკვე ემჩნევა, რომ მარტია ჩვენს ქალაქში, მალე ყველაფერი აყვავილდება და მე მჯერა, რომ ამ ყვავილნარიდან ხშირად კარგი ამინდის ფონზე დილიდან გაგახარებთ. რა თქმა უნდა, ვისაც მზიანი ამინდი გიყვართ. ყობა ჩვენ უკვე გაგვახარეთ, რადგან სითბო შემოიტანე ნამდვილად სტუდიაში და როგორც ყობა აღნიშნე, რამდენიმე დღე კიდე ესეთი მზიანი და თბილი გვექნება. მადლობა ყობა, ძალიან დიდი შენ უტყვარი ამინდის პროგნოზისთვის, ჩვენ კი ვაგრძელებთ საინტერესო თემით გადაცემას. მომდევნო რუბრიკაზე უნდა გადავიდეთ. იცოდით, რომ ავტომობილის ძრავის ზეთი შერჩევისას ბევრი ნიუანსის ცოდნაა საჭირო, თუმცა მისი შერჩევის ყველაზე მნიშვნელოვანი ძრავის ზეთის სიბლანტე და დაშვება. უფრო ვრცლად რუბრიკიდან გავიგებთ, რომელსაც ლილიანა საითაძე გვიმზადებს ყოველ კვირას. როდესაც ავტოსახელოსნოში გეუბნებიან, რომ შენი ავტომობილის ძრავის ზეთი არის 5.30 სიბლანტის, რა იმალება სინამდვილეში ამ ინფორმაციის უკან? ვეკითხები რა ზეთი გისხია და მეუბნება 5.30.
ანუ არც ზეთის სახელიც არ მეუბნება და არც დაშვებას. მარტო მეუბნება სიბლანტეს. რაზეც იგისხა 5:30. მოგესალმებით, მე ვარ დათო ბეჟანიძე, სერტიფიცირებული ავტომრჩეველი. ძრავის ზეთის შეფუთვას აქვს რამოდენიმე ინიციალი, ხოლო აქედან ერთ-ერთი უმთავრესი არის სიბლანტე და დაშვება. ხოლო სიბლანტით ზეთის შერჩევა არ არის კარგი და მინდა აგიხსნათ, რომ შეიძლება ერთი და იგივე სიბლანტის ზეთი იყოს საუკეთესო ხარისხის, მაგრამ არ იყოს შენი ავტომობილის დაშვების მქონე. ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ძრავის ზეთი იწყებს კლებას, არის არასწორად შერჩეული სიბლანტე და დაშვება. საქართველოში ყოველთვის პრობლემური საკითხია ეს და მომხმარებლები ფიქრობენ, რომ სიბლანტე და დაშვება ერთი და იგივე რაღაც არის. მინდა ერთმანეთისგან გავარჩიოთ, რას ნიშნავს სიბლანტე და რას ნიშნავს დაშვება. ბოთსზე აღნიშნული წარწერები 5W30, 5W40 ნიშნავს მინუს და პლუს ტემპერატურაზე ზეთის სიბლანტეს, სიბლანტის კოეფიციენტს. ხოლო დაშვება სულ სხვა რამეა. სხვადასხვა ქიმიური მინაერთების ფორმულას ქვია დაშვება. სხვადასხვა მწარმოებლის ძრავებს აქვს სხვადასხვა მუშა ტემპერატურები, ასევე ცვეთის კოეფიციენტები და დროის ინტერვალები. აქედან გამომდინარე, ყველა მწარმოებელი ცდილობს, რომ საკუთარ ავტომობილში შექმნას რაღაც სტრუქტურა ზეთის, რომელშიც არის შესაბამისი მინაერთები და ამ მინაერთების საშუალებით განსაზღვრავს ამა თუ იმ ძრავში რა ტემპერატურაზე უნდა იყოს მდგრადი ეს ზეთი, რა ტემპერატურაზე შეუძლია ამ ავტომობილს ჰქონდეს სწორი წვა და ასე შემდეგ. სახელოსნოში გირჩიეს, რომ შენი ავტომობილისთვის საჭირო იყო 5:30 სიბლანტის ზეთი, ეს აუცილებლად უნდა გადამოწდეს ავტომობილში არსებული წიგნაკით, რომელიც ქარხნულად მოყვება, ან თუ ამის საშუალება არ არის, უნდა გადამოწდეს ავტომობილის ვინ-კოდი. ამ ვინ-კოდის საშუალებით სხვადასხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ საიტზე შეგვიძლია განსაზღვროთ ავტომობილის ზეთის სიბლანტეც და დაშვებაც. ორი ბრენდი რომ ავიღოთ, მაგალითად BMW-ს ჭირდება რომელიღაც ერთ-ერთ ძრავს, რომ გაუძლოს ამ ზეთმა 400 გრადუსს და არ დაიშალოს ეს ზეთი და არ გაწყალდეს და სხვადასხვა პრობლემები არ შექმნას, მაგრამ მაგალითად Toyota Camry-ის ჰიბრიდული ძრავი რომ ავიღოთ, მას არ ჭირდება 400 გრადუსზე გამძლე ზეთი. აქედან გამომდინარე ეს იმას ნიშნავს, რომ BMW-ს ძრავის ზეთის დაშვება და Toyota Camry-ის ჰიბრიდული ძრავის ზეთის დაშვება ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა სიბლანტე 5W30 შეიძლება ერთი და იგივე იყოს. ვარ მხმარებელი, ვიცი რომ ჭირდება long line 01 დაშვება 5:30 სიტყვაზე, მოვდივარ შენთან, შენ ხარ გამყიდველი და გეუბნები რომ ჭირდება long line 01 5:30 სიბლანტის. და კი მეუბნები აი ეს არისო რა, მეუბნება გამყიდველი. როგორ უნდა ნახო, სად დაწერია ეს წარწერა ზეთის ბოთლზე, რომ ჩემ თვალებს შუენდო და არა გამყიდველს. ზეთის ბოთლზე არსებული სტიკერი გვაწვდის უამრავ ინფორმაციას. ერთ-ერთი ინფორმაცია არის დაშვება. მაგრამ არსებობს მაგალითები, როდესაც სტიკერზე არ ეტევა ეს ინფორმაცია, რადგან ამ ზეთს გააჩნია ბევრი დაშვება და დიზაინში არ ჯდება, მაგრამ ინფორმაცია შესაძლებელია გადაამოწმო ამ ბრენდის ოფიციალურ საიტზე. მაგრამ თუ აწერია დაშვება, შეიძლება იყოს უკანა მხარეს, შეიძლება იყოს წინა მხარეს ქვედა ნაწილში. იმ შემთხვევაში თუ არ გავითვალისწინებთ ამ ინფორმაციას და არასწორად შევარჩევთ ძრავის ზეთს, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემები. ერთ-ერთი არის ძრავის ზეთის კლება, ნადები, ტემპერატურული სხვადასხვაობა და ასე შემდეგ. ტემპერატურული სხვაობა რას ნიშნავს იცი? ნახე, შენი ძრავი ხო 4 კუთხედი. აი, აქ სალნიკი რო გიყენიას რაღაც გადა ვანუსის. ის სალნიკი გათვლილია ქიმიურად, რომ უნდა უძლებდეს 350 გრადუსს. მაგრამ ცუდი ზეთი რო გისხია და უფრო მეტად ხურდება, ის სალნიკი იწვის.
მადლობა ლილიანა, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ალყა სტუდიაში. მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. და რადიოს დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. დღეს როგორც ვიცით, თირკმლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს კაცობრიობა, ასე ვთქვათ, და სწორედ ამ თემაზე უნდა ისაუბრონ რადიოში. ილო შავიშვილი და თეონა ზედანია შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. და 1. ქედა FM 106 და 1. შუახევი FM 106. ხულო FM 104 და 1. რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. პირდაპირ ეთერში ვართ, მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, კიდევ ერთხელ ამჯერად უკვე მივესალმებით ტელემაყურებელსაც, ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენ დღეს გადაცემაში არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თირკმლის მსოფლიო დღეა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებისა და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით. თირკმლის მსოფლიო დღე 2006 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად მარტის მეორე ხუთშაბათს მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება. სწორედ აი ამ თემაზე ვისაუბრეთ დღეს სტუმართან ერთად. დილის რადიო სტუმარი, ნეფროლოგი, მედიცინის დოქტორი, ექიმი ელიზა ყურშუბაძე გახლავთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და რა უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს? გინდოდა რაღაც? არა, მინდოდა იმის თქმა, რომ ყოველთვის ვიწყებთ საუბარს იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე და რატო დაწესდა და რა მისი მიზანი. რა უნდა ვიცოდეთ? და რა უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეთ ჩვენი თირკმლის შესახებ? დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. როგორც აღნიშნეთ, დღეს არის მსოფლიო თირკმლის დღე, რაც აუცილებელი არის, რომ ყველამ ეს ვიცოდეთ ჩვენი ცნობიერების ამაღლებისათვის. როგორც ვიცით, თირკმელს ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია ორგანიზმისათვის, ის მონაწილეობს მჟავადობანი წონასწორობის, წყალმოვარდნიანი ცვლის პროდუქტების გამოდევნაში. და ამისათვის აუცილებელია რომ ყველა ვიცოდეთ რომ თირკმელს ძალიან დიდი როლი აკისრია. ამისათვის ხშირად ხდება რომ პაციენტები დაგვიანებით მომართავენ ექიმს და ამისათვის აუცილებელი არის რომ დროულად მოხდეს მისი კვლევა, სკრინინგი და დროულად მოხდეს ექიმთან ვიზიტები. თირკმლის პრობლემები დასაწყისისთვის შეიძლება არც კი იყოს გამოხატული ისე მკვეთრად რომ საჭიროდ ჩათვალოს ადამიანმა ექიმთან ვიზიტი. ამისათვის პირველ რიგში თირკმელი რომ კარგად ფუნქციონირებდეს, ეს ჩვენს ჯანსაღ ცხოვრებაზე არის დამოკიდებული. და მოვერიდოთ პირველ რიგში ნეფროტოქსიური მედიკამენტების თვითნებურად მიღებას, ძალიან გვიყვარს ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება, ესეც აუცილებელი არის რომ ამოვიღოთ რა თქმა უნდა. აუცილებელი არის და კიდევ ერთი მთავარი არის ის რომ ჭარბი-წონა, არტერიული ჰიპერტენზია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში, რაც საბოლოოდ იწვევს თირკმლის სერიოზულ პრობლემებს, რაც შემდგომში მივდივართ საკმაოდ რთულ მდგომარეობამდე, თირკმლის მწვავე თუ ქრონიკულ დაავადებამდე. ამისათვის აუცილებელი არის, რომ წელიწადში ერთხელ მაინც სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა მიმართოს ამბულატორიულ რეჟიმში თუნდაც ოჯახის ექიმს ჩაიტაროს ლაბორატორიულ ინსტრუმენტალურ კვლევებს და საჭიროების შემთხვევაში თუ ის უკვე ჩათვლის რომ საჭიროა ნეფროლოგთან ვიზიტი, აუცილებელი არის რომ გეგმიურად უკვე იყოს მუდმივად ნეფროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა ავიცილოთ შემდგომი გართულებები. დიახ, თქვენ ახლა აღნიშნეთ რომ ადამიანებმა ძირითადად არ იციან 10-დან 9 ადამიანმა არ იცის რომ თქვათ აქვს თირკმლის პრობლემა. რა და თქვენ ასევე თქვით რომ პროფილაქტიკური ესე იგი გამოკვლევები არის აუცილებელი წელიწადში ერთხელ, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ეს რეალობა რომ პროფილაქტიკური გამოკვლევები დიდად არ დამკვიდრდა ჩვენს რეალობაში როგორც ცხოვრების წესი. კი, ცხოვრების წესი. ამიტომ რაღაცნაირად აი საგანგაშო სიგნალები რას იძლევა ჩვენი ორგანიზმი მაშინ როცა თირკმლის პრობლემები თქვათ პირველ ეტაპზეა და ნუ გართულებული. თუ სიგნალს რო იძლევა უკვე დაგვიანებულია.
საერთოდ აი თირკმლის უკმარისობას რაც შეეხება საწყისი ეტაპისთვის მიდის უსიმპტომოდ რა, მაგრამ რომ არ მივაღწიოთ ამ კი აღნიშნე რომ ამბულატორიულად უნდა ხო ჩავიტაროთ თუნდაც ჩარდის ანალიზის სისხლის საერთოდ ნუ წელიწადში ერთხელ თირკმლის ეხოსკოპიური კვლევა მაგრამ ერთ-ერთი სიგნალი აი როგორც თქვენ თქვით ნუ ეს საწყისი არ არის უკვე საკმაოდ ესეთი წასული პროცესია, მაგრამ უნდა მიექცეს ყურადღება აუცილებლად თუ ანამნეზში არის არტერიული ჰიპერტენზია, თუ ანამნეზი დატვირთულია სხვადასხვა დაავადებებით, როგორც არის შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, თუ არის მემკვიდრეობით, ეს არის მემკვიდრული დაავადებები, თირკმების პოლიკისტოზური დაავადება, თუ არის ხშირი საშარდეგზების ინფექციები, თუ გვაქვს მიდრეკილება თირკმლების კენჭოვან დაავადებებსთან, ამისათვის ეს ყოველთვის საჭიროებს ნეფროლოგის მეთვალყურეობას. მაგრამ თუ გვაქვს თქვათ ჭარბი წონა წეღა როგორც აღნიშნე, გვაქვს მიდრეკილება არტერიული ჰიპერტენზიისკენ, გვაქვს მცირედი ვალდებულება, სწორად წელიწადში ერთხელ. აი, იციან ესე, ცოტა კოჭები შემიშუბდა. აი, ეგ ამ შემთხვევაში აუცილებელი არის, რომ მიმართოთ თუ ექიმს. ხო, რა თქმა უნდა, თუ სხვა შემთხვევაში არ მიდверთ ამ სიმპტომების გათვალისწინებელი აუცილებელია. დიალიზის საჭიროება. რა შემთხვევაში დგება? ეს უკვე საკმაოდ შორს წასული პროცესია და ძალიან სამწუხაროა რომ მანამდე ვერ ხდება დაავადების სკრინინგი, აი ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე არ ხდება დროულად ვიზიტი, წეღა როგორც აღნიშნე. აი დიალიზამდე არის ზოგადად არის თირკმლის უკმარისობის ორი სტადია, მწვავე და ქრონიკული. ეს არის თირკმლის მწვავე უკმარისობა, როდესაც ხდება თირკმლის უეცრად ფუნქციის შეზღუდვა, ანუ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც შეიძლება გამოიხატოს სწრაფი შარდის შემცირებით, საერთო სისუსტით, ჰაერის უკმარისობით, შეშუპებით. ამ შემთხვევაში აუცილებელი არის პაციენტი მოცავდეს სტაციონარში, დაკვირვების ქვეშ მოხდეს მისი მკურნალობა და ხშირად არის შემთხვევები, როცა უკვე შორს წასული პრობლემა არის, ხდება თირკმლის მწვავე უკმარისობა და დიალიზი. რაც შეეხება ქრონიკული, ანუ პროგრამით რაც უკეთდება პაციენტებს, რაც სახელმწიფო საკმაოდ დიდ ხარჯებს გადის ამისათვის, ეს არის უკვე შორს წასული პროცესი, ეს უკვე არის თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადია. ეს არის უკვე შეუქცევადი პროცესი და რომელიც საჭიროებს უკვე თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას. ეს არის თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ეს როდესაც თირკმელი ვერ ასრულებს ნაწილობრივ კი არ საერთოდ უკვე დაკარგული აქვს, ხო, დაკარგული, ეს უკვე ბოლო სტადია არის თირკმლის დიალიზზე დამოკიდებულება. ფაქტურად თირკმელი უკვე 15%-ია, რაც ასრულებს თავის ფუნქციას. ამ შემთხვევაში ხდება აზოტოვანი შლაკების დაგროვება ორგანიზმში, გამოიხატება გულისრევით, საერთო სისუსტით, კანის ქავილით, ღებინებით, შეშუპებით, საერთო სისუსტით, შეგუბებით, ნუ შარდის შემცირებით და ამ შემთხვევაში ანუ ეს ის შემთხვევა, როდესაც უკვე მუდმივად დიალიზია ადამიანი, თუმცა არსებობს ფორმა, როცა თქვათ დიალიზი რაღაც დროის შემდეგ აღარ არის ხო საჭირო. აი წეგან აღნიშნე, ეს არის სწორედ თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც არის გამოწვეული, შეიძლება იყოს ინტოქსიკაციით, რაღაც მედიკამენტების დამწრობით, ტრამვით. ამ შემთხვევაში პაციენტები საჭიროებენ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას, რომელიც უტარდებათ სტაციონარულ რეჟიმში. შეიძლება ჩაუტარდეს თქვათ რამოდენიმე ჰემოდიალიზის სეანსი და ამ თქვათ 3-4 სეანსი, რომლის შემდეგაც თირკმელი აღიდგენს თავის ფუნქციას და ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობს ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით სრულდება ყველაფერი. შეიძლება მწვავე ისე წავიდეს, რომ გადავიდეს, გაქრონიკდეს. იქ უკვე სხვადასხვა კვლევები არის, ეს უკვე ინდივიდუალურად ხდება დაწვრილებით კვლევები, იქ თირკმლის ფუნქციის სინჯები კეთდება და ამის მიხედვით. მაგრამ ეს უკვე რამოდენიმე დიალიზის შემდეგ აღიდგენს. ეგ არის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მაინც საჭიროებს მუდმივად ნეფროლოგის მეთვალყურეებს. გააჩნია მიზეზი, რა მიზეზით მოხდა თირკმლის უკმარისობა. და რისკ ასაკი თუ არსებობს? საერთოდ ხანში შესულში უფრო მეტად არის, მაგრამ ესეც არ არის უკვე დღევანდელ დღეს ისე არის თირკმლის უკმარისობა საკმაოდ უკვე მოიმატა პროცენტულად, არის მცირე ასაკშიც, გააჩნია რა მიზეზი არის თირკმლის უკმარისობა. შეიძლება ეს თუ დიაბეტია და ჰიპერტენზია არის ახალგაზრდა ასაკიდანაც რო ხდება დიალიზზე აყვანა სამწუხაროდ. და ბოლოს რაც შეეხება პრევენციას. გარკვეულწილად თქვენ ჩვენ საუბრის დროს უკვე ახსენეთ
რა არის პრევენცია, მაგრამ უფრო მეტად რომ თქვა, როგორ შეუძლია ადამიანს შეინარჩუნოს თირკმელი ჯანმრთელ მდგომარეობაში, მუშა მდგომარეობაში. კი ბატონო, როგორც თუ აღვნიშნეთ. შეიძლება რაღაც ოქროს წესები რომ გაუგზავნოთ მესიჯად დაუტოვოთ ჩვენს ტელევიზორს და პირველი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ამაში რას გულისხმობთ? ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები თამბაქო, ნაკლები თამბაქო. შემდეგ წონის კორექცია, რა თქმა უნდა, სიმს უქნია ქოლესტერინის მატება, ეს ყველაფერი ასკლეროზებს, სისწარღვები, შემდეგ ფილტრაცია ვერ ხდება და ეს უშლის, რა თქმა უნდა, თითქმის ფუნქციას ხელს. შემდეგი მოვერიდოთ წეღა, როგორც აღვნიშნეთ, თვითნებურად დანიშნულებების მიღებას, ანტიბიოტიკების, აი გვიყვარს ხშირად ტკივილგამაყუჩებლები და არასტეროიდები, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა მოვარდოთ, იმიტომ რომ თითო მიღებული აბიც კი ძალიან დარტყმით მოქმედებს თირკმაზე, მით უმეტეს თუ არის ანამნეზში რაიმე თირკმის წინამორბედი დაავადება. უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, თუ პრობლემა არ აქვს სხვა მხრივ, ანუ გულის უკმარისობა და რაიმე ესეთი, აუცილებელია წყლის მიღება, უშუალოდ წყალი და არა ეს გაზიანი სასმელები და ტკბილი სასმელები, წყალი. აუცილებელია დღის განმავლობაში ლიტრანახევარი 2 ლიტრამდე, ну, რა თქმა უნდა, დიურეზის კონტროლი და როგორც აღვნიშნეთ, თუ გულის უკმარისობა და დიალიზზე მყოფი პაციენტებია, იმათთვის ვზღუდავთ. ხშირად მეუბნებიან ჩემი პაციენტები, სხვათა შორის, იცით, ტელევიზიით ვუსმინეთ, რომ დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოთ. ეს იმათთვის არ არის, აი კიდე აღვნიშნოთ დიალიზის პაციენტებისთვის მაქსიმალურად ვზღუდავთ სითხის მიღებას და თუ გულის უკმარისობაა, შეგუბებითი უკმარისობა, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირიქით უარესობისკენ შეიძლება წავიყვანოთ და მართლა სავალალო მდგომარეობისკენ. და რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, ვიზიტი ექიმთან მინიმუმ წელიწადში ერთჯერ რომ გადაამოწმოთ, როგორია თქვენი თირკმლების მდგომარეობა. რაც სამწუხაროდ და ნებისმიერი ასეთი დღეც ჩვენი შეხვედრაც და დღის დაწესებაც მსოფლიოში ემსახურება სწორედ ამას, ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში და იმიტომაც არის, რომ მსოფლიოს 100 ქვეყანა აღნიშნავს თირკმლის დღეს ზუსტად ამ მიზეზით, რომ ცნობიერება ამაღლდეს საზოგადოებაში. ანუ მარტონი არ ვართ. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად და საუბრობდით ძალიან საჭირო თემაზე, რომელიც ინფორმაციულად იყო ძალიან დატვირთული. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით, რადიო მსმენელთან დავბრუნდებით, როგორც გითხარით, 13 მარტი არის თირკმლის მსოფლიო დღე და ჩვენი სტუმარი გახდათ ექიმი ნეფროლოგი, მედიცინის დოქტორი ელზა ყურშუბაძე. დავბრუნდით ეთერში, მადლობა რადიო ტალღებს, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას, შევახსენოთ მაყურებლებს, რომ დილის ტალღას უყურებთ და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები ანა შემოაძე და დემეტრე ზოიძე ვართ. შემოვიდა გაზაფხული ჩვენში, ასე ვთქვათ, და გაზაფხულთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ქალბატონების გარეგნობა და სილამაზე, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი მომზადება სჭირდება. სილამაზის საკითხებზე უნდა ვისაუბროთ, თუ როგორი არის ზოგადად და როგორ უნდა მოვამზადოთ სახის კანი გაზაფხულის მაკიაჟისთვის. სტუმარი უკვე მონიტორის სივრცეში გველოდება პრინციპში არაჩვეულებრივ ულამაზეს მოდელთან ერთად, თავად სტუმარიც არაჩვეულებრივი ნაზი გაბაიძე, რომელიც მაკიაჟს აკეთებს პირდაპირ ეთერში. დილა მშვიდობისა ნაზი, მოგესალმებით. გვიხარია რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. მე მინდა გთხოვო რომ ცოტათი უფრო შეეცადო რომ კამერისკენ შემოტრიალდე რომ შენი ულამაზესი სახეც დაინახოს ჩვენმა მაყურებლებმა. თუ იქნება შესაძლებელი რომ ასე გააკეთო მაკიაჟი და დავიწყოთ საუბარი. როგორია მაკიაჟის წლევანდელი ტენდენციები და ზოგადად გაზაფხულის მაკიაჟი რაიმე განსაკუთრებულობას თუ მოითხოვს და თუ განსხვავდება თქვათ სხვა სეზონების მაკიაჟისგან? გეტყვით ახლავე, მოკლედ. გაზაფხულის მაკიაჟი არის შედარებით უფრო 2025 წელს ბუნებრივი. შეიძლება კამერაში ვისაუბრო, მაგრამ უფრო ბუნებრივი უნდა იყოს, ბუნებრივი სილამაზე უნდა იყოს გამოკვეთილი. წარბები ტუჩები ესე თუ გამოვყოფთ, წარბებიც მაქსიმალურად უნდა იყოს ბუნებრივი, არა დახატული ან რაიმე მსგავსი ელემენტებით, არანაირად. სახის კანი უნდა იყოს უფრო მბზინავი და დახვეწილი. რა თქმა უნდა, აი დღეს მაგალითად ჩემი მოდელის სახის ნაკვთებს უფრო გამოვყოფ და უფრო მაქსიმალურად ბუნებრივად ვიმუშავებ. ნაზი, აი მაინტერესებს გაზაფხულის სეზონისთვის კანი მომზადებული თუ უნდა იყოს გაზაფხულის მაკიაჟისთვის?
ზამთრის შემდგომი პერიოდი, ზამთრის შემდგომ, მოკლედ კანი გვაქვს უფრო გამომშრალი, მკვდარი ნაწილაკები გვაქვს კანზე. ამიტომ ზოგადად გაზაფხულზე საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ კვირაში ერთჯერ გამოვიყენოთ პილინგი. რადგან კანი უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდეს და ბუნებრივი მბზინვარება ქონდეს კანს. გამკითხეთ პოზიციაა. ხო, ანუ როგორ უნდა მოვამზადოთ? როგორ უნდა მოვამზადოთ? კოსმეტოლოგიური საშუალებებით ალბათ, ხო? და შემდეგ უკვე გამოვიყენოთ ჰიალურონის მჟავა, კოლაგენის შრატი. ასევე C ვიტამინიც იდეალური იქნება ყოველდღიურ რუტინაში თუ ჩავსვავთ. დამატენიანებელი კრემი აუცილებლად. შემდგომ დიდი განსხვავება არაფრით არ არის სხვა სეზონების მიუხედავად, ხო? არა, იგივე რუტინა უნდა გავაკეთოთ. რადგან კანმა თავისი ბუნებრივი მბზინვარება შეინარჩუნოს. ზოგადად რაც უფრო დრო გადის ნაზი დავაკვირდი რომ ესე იგი უფრო მეტად ბუნებრიობა წამოვიდა წინა პლანზე ასე. კი ბატონო. საინტერესოა წელს რომელი ფერები იქნება ყველაზე პოპულარული და ზოგადად როგორი ტენდენციებია ამ მიმართულებით. ისეთი ლამაზი გოგონა ყავს მოდელად რომ ძალიან თვალს ვერ წყვეტთ. აბა გითხარი რომელი ფერებია წელს ყველაზე აქტუალური? წელსაც ზოგადად თვალებზე, თვალის მაკიაჟზე არის უფრო მბზინავი ფერები. აქტუალური, ვერცხლისფერი, ღია ვარდისფერი, ანუ ჭყვიალა მბზინავი ფერები. რაც შეეხება მატოვ ფერებში, ასევე გვაქვს ვარდისფერი და ნუდი ყავისფერი. ანუ ვარდისფერი ისევ აქტუალურია წელსაც, ხო? კი ბატონო. თუმცა ყველას არ უხდება. დამეთანხმება. ასევე საინტერესოა ბორდოსფერი, როწეულისფერი ხო არ არის აქტუალური. ვფიქრობ, ყავისფერი და ვარდისფერი ისეთ ფერია, რომ თითქოს ყველას უხდება. ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე. უბრალოდ რაღაც მომხმარებლებს ან რომ ადამიანებს აქვს რაღაც ისეთი. მე თავად არა ვარ დიდი მომხმარებელი ვარდისფერის მაკიაჟის დროს და შესაბამისად გამიჩნევ. ტუჩსაცხვი ხო ვარდისფერია ორდინა, ვარდის. ცოტა ბორდოსფერი. აი ბორდოსფერი ახსენე. ტუჩსაცხვს რაც შეეხება 20-25 წლის ისევ არის წითელი. ძალიან აქტუალური, ასევე ბორდოსფერი. ანუ წითელი კლასიკა, რომელსაც ვერ ცვლის ვერაფერი. ვერავინ და ვერაფერი. ასევე ბორდოსფერიც, ხო? დიახ. ბორდოსფერი ზოგადად ტანსაცმლის მიმართულებით ძალიან აქტუალური იქნება წელს კიდევ უფრო და უფრო ამას ჩვენ თავად შევამჩნევს ნელ-ნელა შემოვა. თუმცა მაკიაჟის მიმართულებით აი თვალზე არა, ტუჩზე არის ბორდოსფერი აქტუალური. კი. ასე საღამოს მაკიაჟზე და არა დღის მაკიაჟზე, ნუ. კი. ასევე საინტერესოა დღის და საღამოს მაკიაჟის მთავარი განსხვავებები. როგორც ვიცი, ქალბატონები დღის მაკიაჟს სხვანაირად იკეთებენ, საღამოს მაკიაჟს სხვანაირად. მოგვიყევით. და გაზაფხულს თუ სჭირდება რაიმე განსაკუთრებულად შერჩევა, თქვათ მაკიაჟის. თუნდაც დღის იყოს და თუნდაც საღამოს მაკიაჟი. დღის მაკიაჟი და საღამოს მაკიაჟი განსხვავდება, ну, რა თქმა უნდა, საკმაოდ განსხვავდება. დღის მაკიაჟის შემთხვევაში, აი დღესაც ვაკეთებ, არის დღის მაკიაჟი. დღის მაკიაჟის შემთხვევაში სახის კანი უნდა მოვამზადოთ უფრო ძლიერად და უფრო მბზინვარე უნდა იყოს, უფრო, ანუ ძლიერ დატენებული უნდა იყოს, ხო, ასე. ტონალური კრემის გამოყენებას არ გირჩევთ დღის მაკიაჟის დროს, გირჩევთ BB კრემი ან CC კრემი გამოიყენოთ, უფრო მსუბუქი ტექსტურა. თვალს რაც შეეხება დღის მაკიაჟის შემთხვევაში არის უფრო სადა და ბუნებრივი. ხოლო საღამოს მაკიაჟის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება უფრო სქელი ტონალური კრემი და ასევე აუცილებლად საღამოს მაკიაჟს თუ გავიკეთებთ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დასაფიქსირებელი პუდრი. რადგან დასაფიქსირებელი პუდრის შემთხვევაში აუცილებლად უფრო მდგრადია მაკიაჟი. და უფრო მკვეთრად აღიქვავს თვალი მაკიაჟს. ნაზი, იცით რა მაინტერესებს? აი ძალიან აქტუალურია და მე თავად ძალიან მიყვარს, აი მსუბუქი, ძალიან ესე სადა, ეგრეთ წოდებული ნუდი მაკიაჟი. რომელზეც თავად ვიზაჟისტები ამბობენ, რომ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ესეთი მკვეთრი და მასშტაბური მაკიაჟი. რატომ არის ასე რთული და რატომ რჩება მუდამ აქტუალურად? აი, ჩემთვის ზოგადად no make-up სტილი არ არის ჩემი სტილი, უფრო მკვეთრ მაკიაჟზე ვარ
ტვეთ მაკიაჟს ვაკეთებ ზოგადად და უფრო რთული არის იმიტომ რომ უფრო უფრთხილება ჭირდება ესეთ მაკიაჟს ან არ გაგიმუქდეს ან ზედმეტი რაღაც არ მოგივიდეს რომ დამძიმდეს მაკიაჟი და შესაბამისად უფრო ერთგულებად ხოლმე გვერდულება ვიზაჟისტებსაც მსგავსი სტილი. მე მაგალითად მომხმარებლებზე როცა ვმუშაობ არასდროს არ ვთავაზობ მომხმარებელს ძალიან სადა ვარიანტს მაკიაჟის. ნაზი, მოკლედ, მოდის თბილი დღეები, მზიანი დღეები და სოციალურ ქსელში ხშირად შემოხვედრია იმ სხვადასხვა ინფლუენსერებისგან აი რეკომენდაცია, რომ სანამ მაკიაჟს წავისვათ, უნდა წაისვან შიგნით მზის დამცავი. მზის დამცავი. რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს მაკიაჟზე და შემდეგ ხო არ არის იმის საშუალება, რომ თუნდაც ჩამოიღვინთოს ეს მაკიაჟი, როდესაც მზის დამცავი გისვია შიგნით. მოკლედ, მე პირადად ზოგადად ესე მომხმარებლებზე ვმუშაობ, კი იცით? და მომხმარებლებზე SPF-ს დამატებით არ გამოვიყენებ, რადგან არ მოითხოვს მაკიაჟი. შესაბამისად, SPF-ის გამოყენება აუცილებელია, გირჩევთ რომ ყველამ აუცილებლად გამოიყენოთ მზისგან დამცავი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის. ერთი წუთით. საფეთქი. და თან რო ავირიდოთ ეს დამწრობა კანიდან და ნამდვილად სასარგებლოა მზის დამცავი აუცილებლად ყოველთვის წავისვათ მზიან თუ წვიმიან ამინდ. კი, და მაკიაჟის რაც შეეხება, მაკიაჟზე აუცილებელი არ არის მაკიაჟის გამოყენების დროს SPF-ის გამოყენება, მაგრამ მე პირადად ვიყენებ ისეთ ტონალურ კრემებს, რომლებიც შეიცავს მზისგან დამცავს და შესაბამისად უფრო მიმარტივებს საქმეს მეც და მომხმარებლისთვისაც უფრო სასურველია მსგავსი მაკიაჟი. კი ბატონო, აი ვინც არა ვართ პროფესიონალები და ვისთვისაც რთულია თავად საკუთარ თავზე მაკიაჟის გაკეთება, აი როგორ შეიძლება იმ მარტივი ტექნიკით უცებ გავილამაზოთ ეს სახე და ხო სისტრაფის კუთხით და რა უნდა გველაგოს ჩანთაში პირველ რიგში ხალბატონო? ჩანთაში ჩემი აზრით გაზაფხულის მაკიაჟზე აუცილებელი არის ну, რა თქმა უნდა, BB კრემი ყოველდღიური მაკიაჟისთვის. ამ შემთხვევაში უკვე 2-3 წელია გვაქვს ისეთი BB კრემები, რომლებსაც ტონალურზე უკეთესი დაფარვა. აი ეს BB კრემი, მაგალითად, რასაც ვიყენებ, BB კრემია და არა ტონალური კრემი. BB კრემის შემდგომ აუცილებელია გაზაფხულზე რუჟი, ანუ ბლაში. ვარდისფერი ელემენტებით, რადგან ვარდისფერი ფერი სახეზე გვაძლევს უფრო ბუნებრივ ეფექტს და ერთ-ერთი აუცილებელი იქნება გაზაფხულს მეკითხებით, ხო? დიახ, გაზაფხული. ერთ-ერთი აუცილებელი იქნება ასევე ბორდოსფერი ტუჩსაცხი, რომელიც მაკიაჟს სრულად შეცვლის და უფრო საღამოს მაკიაჟი. აი ერთი ასეთი დილეტანტური კითხვა გამიჩნდა ახლა და რაღაცა ვფიქრობ რომ საინტერესო პასუხი გექნება ნაზი. რომელი ფერის პომადა ქმნის უფრო თეთრი კბილების ილუზიას? წითელი რა თქმა უნდა, ან ბორდოსფერი. წითელი თუ წითელი ქმნის? კი. წითელი ბორდოსფერი და სხვათაშორის ძალიან უყვირთ ამას რომ ვიძახი. ხშირად მეცვავენ ამ კითხვას და აი ნუდი ყავისფერი ფერი ძალიან თეთრ კბილებს აჩენს. აჰა, ნუ რუჯის ეფექტი აქვს ტუჩსაც ალბათ და შესაბამისად. ალბათ ცოტა მუქიტონალურიც ხო ნაზი? ხო, რა თქმა უნდა, საერთოდ რუჯით რო გავიდეთ გარეთ, ესეც არაა ცუდი. მე პირადად ძალიან მიყვარს სხვათაშორის მუქი ფერის ტონალური. აი რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მაკიაჟის გაკეთების დროს ქალბატონები და როგორ ავირიდოთ ეს? მაკიაჟის გაკეთების დროს ყოველთვის ვფიქრობ უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად ამ შეცდომას ტონალური სფერი. ტონალური სფერი ზოგადად არასდროს არ ანუ დატესტოთ, ანუ თქვენი ფერი ხელზე არასდროს ძალიან დიდი შეცდომა. აი ყოველთვის ტონალური სფერი უნდა შეარჩიოთ აი სახეზე, ყბისულებთან, აი აქ ბუყაზე, უნდა დაიტესტოთ და გადაინაწილოთ თითით, ну, მსგავსი მოძრაობით, რომ მიხვდეთ და აღიქვათ თქვენთვის სასურველი ტონალური სფერი. აი, ვისაც მუქი ტონალური სფერი უყვარს, რა უნდა გაითვალისწინოს, თუ კანის ფერი შედარებით უფრო თეთრია და შესაბამისად კისერიც. აი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სახეზე, მაგალითად, ზოგადად, როცა ვიტანთ მუქი ფერის ტონალურს, აუცილებლად 1 ტონით ღია უნდა დავიტანოთ ყელზე და შესაბამისად დეკოლტე თუ გვეცმევა, დეკოლტეზე აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანოთ ეს ჩვენი მუქი ფერის ტონალური.
სხვა შემთხვევაში ძალიან საშინელება. აი თქვენ ახლა პროფესიონალი ხართ ამ საკითხში და თქვენი დაკვირვებით და თქვენი გემოვნებით და თვალთახედვით მაინტერესებს აი პუშის ეფექტი უფრო ლამაზია ქალის თვალზე თუ აი ხელოვნურად მიკრული ტუში წამწამი. ჩემთვის ტუში. ხო, არ მომწონს ეს ხელოვნური წამწამები. აი არ ვიცი, კატასტროფა ჩემი აზრით. მე არ მომწონს, როცა აი ჩემთან პატარძლები მოდიან, აუცილებლად პირველი აუცილებელი, რასაც ვითხოვ, რომ არ ქონდეთ ეს წამწამები. აი ახლა ჩვენ როგორი მაკიაჟი გავუკეთეთ? სუბუქი გაზაფხულის მაკიაჟი გავუკეთეთ ჩვენს ულამაზეს მაქსიმალურად მოდელს. შევეცდები, რომ იყოს ბუნებრივი. ნუ ჯერ დასრულებული ეფექტი არ არის შესაბამისად. ეს ახლა დღის მაკიაჟია ალბათ, ხო? კი, დღის მაკიაჟია, მაგრამ საღამოს მაკიაჟად გადავიყვან, გავუკეთებ წითელ ტუჩსაცხს და ორივე მაკიაჟი გამოგვივა. ტუჩსაცხით შეგვიძლია შევცვალოთ დღის მაკიაჟი, საღამოს გადავიყვანოთ საღამოს მაკიაჟად. კი ბატონო, ტუჩსაცხით მაშინ დავამატოთ და დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, მინდა რომ საბოლოო ეფექტი დავინახოთ თუ როგორი შედეგი გვექნება დილის ეთერში. კი ბატონო. ესე იგი ჩვენს ეთერში ახლა ნაზი გაბაიძე, ვიზაჟისტი აკეთებს გაზაფხულის, ასე ვთქვათ, ტრენდულ მაკიაჟს, რომელიც პრინციპში მსუბუქია და ამავდროულად ძალიან ისეთი ეფექტური. კი, ძალიან მსუბუქი მაკიაჟია. აი მე ხშირად აქვს გოგოებს პრობლემა, რომ აი ტონალური უჭრელდებათ, მარტივად რომ ვთქვათ. და აი ამისთვის გირჩევთ, რომ გამოიყენოთ დასაფიქსირებელი პუდრი, რომელიც თქვენს ხო, მაკიაჟს დააფიქსირებს და უფრო მდგრადი იქნება მთელი დღის განმავლობაში. ოღონდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ბევრი არც ეს არ შეიძლება. თქვენ ახლა ტონალურის შემდეგ ახლა ზემოდან კიდე დამატებით რას დასაფიქსირებელი პუდრი გავაკეთე. დასაფიქსირებელი პუდრი. დიახ. ოდნავ დავამატებ ახლა ბლაშს და გადავალ და სანამ ფინალისკენ წავალთ, ნაზი მაინტერესებს, აი წვრილი ნაოჭების შემთხვევაში რამდენად რეკომენდებულია ტონალური ზოგადად და რა მნიშვნელობა აქვს ხარისხსაც, რომ აი ეს ეგრეთ წოდებულ წვრილ ნაოჭებში ეს ტონალურის ხაზები არ დაფიქსირდეს. ნუ წვრილი ნაოჭების შემთხვევაში ტონალური მაქსიმალურად თხელი უნდა გამოიყენოთ. რადგან უფრო არ ჩაჯდეს ნაოჭში. ზოგადად ნებითი თქმის ნებისმიერ შემთხვევაში ჯდება დღის განმავლობაში ნაოჭებში ტონალური. ამიტომ გვიწევს ხელით გასწორება და შესაბამისად ეს გარდაუვალია, მაგრამ ხარისხს რაც შეეხება, ხარისხი მე ვფიქრობ აუცილებლად ხარისხიანი კოსმეტიკა უნდა გამოვიყენოთ თუ გვიყვარს საკუთარი თავი და მოგვწონს პრინციპში დავასრულეთ, ხო? კი ბატონო. აი ესეთი არაჩვეულებრივი შედეგი მივიღეთ დილის ტალღის ეთერში, ნაზი გაბაიძე. როგორც მივხვდი, ღია ფერები არის მკვეთრი და ფერადი გაზაფხულივი. პატარა შტრიხით ალბათ გამოკვეთილი ბორდოსფერი პომადა, ამ შემთხვევაში ბორდოსფერი არ გამოუყენებენ. აი მოდით მირჩევნია რომ გავაკეთოთ ესეთი. ძალიან სწრაფად ნაზი, იმიტომ რომ ცოტა დრო გვჩება. ეს გავსი. ფერები ძალიან აქტუალურია, ტინტისებრი ზეთოვანი ტუჩსაცხები. დროში ვართ შეზღუდული, ამიტომ ჯობია რომ აი ეს გავაკეთოთ. და ბოლო ეტაპი გვაქვს ფიქსატორი, რომელიც დააფიქსირებს შენს ნაშრომს მოკლედ. და ეს მთელი დღის განმავლობაში ეს ყველაფერი იქნება ურყევად. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, აი როგორი ლამაზი გოგონაა, ულამაზესი მაკიაჟით, უღრმესი მადლობა. არაჩვეულებრივი ნაზი გაბაიძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელმაც შემოგთავაზა გაზაფხულის დღის მაკიაჟი ნაზის ვემშვიდობებით. მადლობა თქვენ. მადლობა ასევე და პრინციპში მე არა ვარ დიდი მაკიაჟის მოყვარული და ყოველთვის ჩემს ჩვენ ტელევიზიის ვიზაჟისტებთან გვაქვს ხოლმე კამათი, რომ არ მინდა ამდენი, არ მინდა საბოლოო ჯამში რაღაცნაირად კონსენსუსამდე მივედით, მივაღწიეთ იმას, რომ აი ესეთი თხელი მაკიაჟი. აი ესეთი შედეგით ვარ ხოლმე ეთერში. ძალიან დიდი მადლობა მინდა აი აქ უთხრა ჩვენი არხის
არაჩვეულებრივ პროფესიონალურ ვიზაჟისტებს, რომლებიც აი მე პირადად, როდესაც ისინი მალამაზებენ, გონია რომ რაღაცნაირად მთელი გულით და სულით ცდილობენ იმას, რომ თითოეული ჩვენგანი ვიყოთ ლამაზი, მერე შემოდიან ეკრანზე გვიყურებენ, რაიმე ხო არ არის, რაღაც ჩასასწორებელი და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს. და აქვე გავიხსენებ ერთ ფაქტს, ყოველთვის მეგობრები მეუბნებიან, რომ აი დილით 9-ის ნახევარზე როგორ გამოიყურები, ასე და მეთქი მაკიაჟის უკან ჩემი მძინარე სახე იმალება, თქო ესე პასუხობ, რადგან და დიდი შრომა დევს, რომელსაც ჩვენი ვიზაჟისტები და სტილისტები დებენ ჩვენი გალამაზებისთვის. აქვე შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ეხლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღას და სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ასევე აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელები, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, ქართული ასოებით საძიებო ველში ჩაწერეთ დილის ტალღა, იქ გამოვარდება ჩვენი ოფიციალური გვერდი, დაგვაფოლოვეთ, მოგწერეთ, თუ იცნობთ საინტერესო ადამიანებს, გაგვიზიარეთ თქვენი რეკომენდაციები, ჩვენი გადამღები ჯგუფი მოვა და აუცილებლად გადაიღებს კარგ სიუჟეტს, რომელიც დილის ტალღის პირდაპირ კი ბატონო, ამასობაში შესრულდება უკვე ზუსტად 10 საათი და ბუნებრივი აჭარის ტელევიზიაზე საინფორმაციო გადაცემის დრო მოვიდა. სულხან წულუკიძე გვყავს პირდაპირ ეთერში, რომელიც ახალ ამბებს გვიამბობს დილამშვიდობისა სულხან. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა 10 საათია და ახალი ამბების დრო. კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით 2022 წელს საქართველოსთვის არ უნდა მიენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი, რაც უკავშირდება ევროკავშირს გლობალური ომის პარტიისთვის, არის შანტაჟის ინსტრუმენტი. მთავრობის მეთაურის თქმით, არ შეიძლება მუდმივი შანტაჟის ქვეშ იყოს ქვეყანა. ირაკლი კობახიძემ არასამთავრობოებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა NGO-ები რევოლუციურ სცენაზე აიყვანეს, თუმცა მისი თქმით, ცდელობა ჩავარდა. გამიჟნოთ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება იყოს უკეთესი პერსპექტივა იმისა, რომ თვისებრივად გადალაგდება ვითარება, თუმცა დავალოთ მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, აქ ბევრად უფრო რთულად არის ვითარება, გამომდინარე იქიდან არის 27 ქვეყანა, არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, რომელზეც არსებითად არ ვრცელდება deep state-ის გავლენა, არსებითად ორია ასეთი ქვეყანა ევროკავშირში და არის ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება გლობალური ომის პარტიის სრული გავლენა. ასეთია ბალტიისპირეთის ქვეყნები პირველ რიგში და ასევე არსებითად სკანდინავიის ქვეყნები, რასაც ყველა ხედავს. სხვა სახელმწიფოებში მეტრანგლება ძლიერია deep state-ის გავლენა, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნები არის გასული ყველანაირ წითელ ხაზს მიღმა, რასაც ჩვენ ხედავთ. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია ისევ გაიმართა, შეკრებილები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც აქციებზე გზის გადაკეტვის ბრალდებით სასამართლომ 5-5000 ლარი დააჯარიმა. უცვლელია ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც. მე როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩემს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს გავაპროტესტებს მანამ, რავი, 100 მეხუთე კი არა, 200 მეხუთე, 2000 მეხუთე დღე რო იყოს და რო დამჭირდეს, მაინც ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლება არის და შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა ის სტრუქტურა, რომელიც უკანონო დავალებებს ასრულებს ოლიგარქის, არის უკანონო და ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გაიმართება, მოსამართლე სალიხ შაინიძეა. დასვე უნდა გადაწყდეს და იკითხებიან, თუ რა ადმინისტრაციულ საქმეზე ამაღლობელის დაკავებისას მყოფი პოლიციის მაღალჩინოსნები, ისი მოთხოვნითაც მოსამართლეს ამაღლობელის ადვოკატებმა წინა პროცესზე მიმართეს. სასამართლო პროცესი ეხება მზია ამაღლობელის პირველ დაკავებას, რაც 11 იანვრის აქციაზე კედელზე სტიკერის გაყრის გამო ადმინისტრაციული წესით განხორციელდა. განმეორებით ჟურნალისტი იმავე პოლიციელზე ხელის დარტყმის გამო დააკავეს. პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი 38 დღეში მშილობდა.
დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ბიზნესმენმა ციხიდან გამოაქვეყნა. ჩიკვაიძე წერს, რომ სისტემის მიერ ჩაგვრას არ შეეგუება და სრულ შიმშილობაზე გადადის. ის ახლობლებს ბრძოლისკენ მოუწოდებს. ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძე სახვითის ღონისძიების სახით შეფარდებული 50,000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის 11 მარტს სასამართლოს ხდომათა დარბაზში დააკავეს. ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან და კიევს თავდაცვის უფლების დაცვაში უნდა დაეხმარონ. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას და მოილიან, რომ რუსეთი მას დათანხმდება. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესიულ ომთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის აშკარა ცვლილების შემდეგ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან. რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ შემდგომი რუსული აგრესიის შესაკავებლად ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებში. ევროპარლამენტარები ასევე ღრმად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ხელმძღვანელობის შანტაჟის ნებისმიერ მცდელობას, რათა დაანებდნენ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება განიხილონ. ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდება. ტრამპმა განაცხადა, რომ მან მიიღო პოზიტიური გზავნილები უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციალის შესახებ, თუმცა მისი თქმით პოზიტიური მესიჯი არაფერს ნიშნავს და შექმნილი სიტუაცია სერიოზულია. ევროკავშირს თუ სურს თავიდან აიცილოს ან შეცვალოს ძალაუფლებისა და სიმაღლის დაკარგვა, მას ამის მიღწევა მხოლოდ თურქეთის სრული წევრობით შეუძლია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი და პოლონეთი არიან საკვენძო მოკავშირეები, რომლებიც განთავსებული არიან ნატოს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე და რომლებიც ხელმძღვანელობენ ევროპაში ორ უმსხვილეს სახმელეთო არმიას. თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზეც. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მზადაა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიან მოლაპარაკების ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა. არგენტინაში პენსიონერებსა და რამდენიმე საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დედაქალაქ ბუენოს-აირესში კონგრესის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პენსიის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა მოგვიანებით მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებები მაშინ დაიწყო, როცა ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ჯგუფი პენსიონერთა მხარდასაჭერად აქციას შეუერთდა და პოლიციამ შექმნა კორდონი, რათა მათი კონგრესისკენ წინსვლა დაებლოკა. ცნობისთვის, ბუენოს-აირესში პენსიონერები პენსიის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველ ოთხშაბათს რამდენიმე კვირის განმავლობაში მართავენ. ეს იყო ჩემს ხელთარცებული ბოლო ინფორმაცია. მთავარს 12 საათიდან სოფო ხელაძე გაუძღვება, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა სულხან. ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ალღა, სტუდიაში მე დემი ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ნახოთ ახლა გადაცემის 13 ნაწილის ანონსი და მალე დაგიბრუნდებით. გადაცემის მესამე ნაწილში ხშირად უმნიშვნელო საკითხებზე ვკამათობთ და მოგვიანებით გვეცინება ამ ამბავზე. დაელოდეთ გამოკითხვას ქალაქის ქუჩებში ყველაზე აბსურდული კონფლიქტების შესახებ. და ბოლოს, რა არის მედიაცია, რას ითვალისწინებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი და ვის შეუძლია გახდეს მედიატორი. ეთერში იურისტთან ერთად დავბრუნდებით. დავბრუნდით ეთერში და შენთან გადმოვდივარ კითხვით დემეტრა, თუ გქონია ესეთი შემთხვევა ცხოვრებაში, რომ აი გიკამათია და უცებ აღმოგიჩენია იქვე წამიერად, რომ რა სისულელეზე ვკამათობდი და შემდეგ გაქცინებია. გქონია ეგეთი შემთხვევა? არა? მართლა? რა ეგოცენტრიკი ხარ? ლერძები ყოველთვის სამართლიანად ვკამათობთ, თუ ვკამათობთ, თუ არა და
ნაკლებად ვკამათობ ზოგადად მე პირადად კიცი ჩემი ხასიათი. თითქმის არასდროს არ ვკამათობ. მე მაქვს ხოლმე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რაღაცა თუ კოსმიურად, ენერგეტიკულად არა ესეთი ნეგატიური დღე არის, მაქვს ხოლმე ესეთი უსამართლო კამათები და შემდეგ მეცინება რატომ დავხარჯე ამდენი ენერგია ამ თემაზე. თქო, პრინციპში ფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მსგავსი кейსები და შენშიც დარწმუნებული ვარ, ჩვენმა კოლეგა გაბრიელა კვაჭანტირაძემ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით Vox Pop-ი დილის ტალღის ეთერში. ხანდახან ცხოვრება ნამდვილ კომედიად გვევლინება. ვჩხუბობთ ისეთ საკითხებზე, რაც მეორე დღეს შესაძლებელია სასაცილოდაც კი არ გვეყოს. მე გადავწყვიტე გამესეინა ჩვენს ქალაქში და გამეკო რამდენად სასაცილო კონფლიქტების გამოცდილება აქვთ ბათუმში. საურ, გინდა ის ისტორია მოყვე, როგორ გეჩხუბე ღაბაბი რატომ გამომიჩინე კადრებში მეთქი. ყვე. ამ სასაცილო მიზეზი თუ გიჩხუბიათ ერთმანეთთან. არა. სახლში არ ჩხუბობთ ხოლმე დასთან ან ძმასთან. ხუმრობით. ხო, აი ესეთი ხუმრობით ჩხუბი მაინტერესებს ზუსტად რაზე ჩხუბობთ ხოლმე. კომპიუტერთან არაჯერთ ალბათ ერთმანეთს ხო? კი, ხუმრობით, მე ვსვავ. თქვენ? მე არ ყავს და ბედნიერი ადამიანი არავინ უშლის კომპიუტერში თამაში ხელს ხო? სასაცილო კონფლიქტს თუ გაიხსენებდი. აი ესეთი მიზეზი თუ გიჩხუბია კლასელთან, მეგობართან და ასთან რომ აი მეორე დღეს რომ გაგეცინა და იოლოდ რომ შენ. კი, მაგალითად, ჩემ კლასელთან მიჩხუბეთ, გაუბრალდით ახალზე წავუკამათით, მაგრამ მეორე დღეს ველოსიპედებით გამოვსულ ვართ და ერთად წავსულ ვართ სკეიტპარკში. ანუ არ გახსოვს რაზე იჩხუბეთ, ხო? არა. კარგი მეგობრები ხართ, ხო? დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გიკამათია და გიჩხუბია, თუმცა მალევე რიგდებით ალბათ. და ყველაზე სასაცილო კონფლიქტი რამე თუ გაგახსენდებათ. ესეთი ამბავი იყო, რომ ჩვენ სამი ბავშვობიდან ვართ ერთად რა, ერთად ვიზრდებოდით და ყველაფერი და ეს არის ლეილა. ლეილა იყო ალბათ კუჭის პრობლემა ჰქონდა და ექიმმა დაუნიშნა, რომ არ უნდა ეჭამა რაღაც გარკვეული საკვები. და ვიყავით წასული ვიშვენებით მთაში. და ესეთი რაღაც იყო, რომ მე და დიანას გვინდოდა ძალიან პომიდორი და ეს ლეილას პომიდორი არ შეიძლებოდა სასტიკად რა. და წავედით რა და ძალიან ჩუმად ვარ შეპარულები ოთახში და ჩუმად ჭამთ, რომ არ დაგვინახოს ლეილამ და მოდის რა და გვეჩხუბება რა. თქვენ ჩვენს ჩემს გარეშეო ჭამთო და ანუ მართლა ძალიან გვეჩხუბა რა და ანუ ჩვენ ძიძულებული ვიყავით რომ მასთან ერთად არ გვეჭამა ესეთი რაღაცები. ანუ სწორკვებაზე გამყოფებდათ იძულებით. ყველაზე სასაცილო კონფლიქტი ცხოვრებაში რაც გახსენდებათ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მქონდა ესეთი რაღაცა, დავხოცეთ ერთმანეთი, მაგრამ სტიმულში ვხუმრობდით და ცხოვრების ნერვები ეშლებოდათ. ესე იგი სპექტაკლებს გქონთ ხო, მაგრამ ამის გარდა მართლა თუ ჩხუბობთ ხო? კი, პატარობაში ერთხელ ვხატავდით და პატარას დაუსვარე ზედა და მე თვითონ დამადო ისო საღებავიანი ხელი და მე მეც წავუსვი და ასე დავსვარეთ ერთმანეთი. ჩხუბის ისტორიას თუ გაიხსენებდი, აი მეგობართან და კლასელთან და თუნდაც დაიკოსთან და ძამიკოსთან თუ გიჩხუბია რამე სასაცილო მიზეზით. კი. აი მოგიხევი. აი რაღაცას ჭამდნენ და მე არ მაჭამეს და მაგიტო. მე როგორ გადაწყდა? მე ყველა მჭამეთ. მე მიმალავდნენ. ფრენბურთის თამაშის დროს ხშირად იმაზე ვჩხუბობთ თუ როგორ თამაშობს მაგალითად მერავიან სხვა ადამიანი. ანუ ყველაფერი შეიძლება შეეხებოდეს ფრენბურთს, იმიტომ რომ ჩვენ ფრენბურთელები ვართ მაინც და სპორტსმენები და სპორტს ეხება ყველა ის ჩხუბი. მაგრამ მაინც მეგობრობთ, ხო და ძირითადად კი, თავისთავად. მაინც მეგობრობთ და ძირითადად ერთად მალე გვავიწყდება. კი, ჩვენ მაინც მეგობრობთ და მალევე გვავიწყდება ეს ყველაფერი. მადლობა გაბრიელას ნამდვილად საინტერესო და სახალისო გამოკითხვისთვის ესე ვთქვათ. ჩვენ კი საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას რა თქმა უნდა. დღეს ჩვენი გადაცემა უფრო სერიოზულ დავებზე ვიწყებთ საუბარს. კი, ნამდვილად. ვიდრე უბრალო კამათები. კი. დღეს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემის შესახებ, მედიაცია. როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი. რა არის ის ძირითადი პრინციპები, მისი უპირატესობები და როგორ მოქმედებს პრაქტიკაში. რამდენიმე წამში ამ კითხვებზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, არ გადაარდეთ.
დილის ტალღის სტუმარია მედიატორი, ადვოკატი გულო დილავერიძე. დილო მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და მოდი დავიწყოთ მედიაციის ფუნდამენტური განმარტებით. რა არის მედიაცია? მოგესალმებით, მივესალმები დილის ტალღის მაყურებლებს. ძალიან საინტერესო თემა შეგვიძლია დღეს მაყურებლებს. მედიაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი საქართველოში. ეს არის დავის გადაწყვეტის მეთოდი, სადაც კონფლიქტში მყოფი ორი ან მეტი მხარე დავის მოლაპარაკებით გადაწყვეტას ცდილობს, სადაც პროფესიონალი მომლაპარაკებელი მედიატორი ერთვება და ეხმარება მხარეებს დავის შეთანხმებით დასრულებაში. მიუხედავად იმისა, ეს დავა სასამართლო მედიაციის გზით არის მედიატორთან გადაცემული თუ კერძო მედიაციით, ანუ მხარეთა სურვილის გათვალისწინებით. ხოლო მედიატორი არის ამ შემთხვევაში პროფესიონალი მომლაპარაკებელი, რომელიც ეხმარება მხარეებს სწორად დაანახოს მათი ინტერესები და დავა შეთანხმებით დაასრულოს. კონკრეტულად რომელ кейსებზე არის, თქვათ, ეს მედიაცია ყველაზე აქტუალური, რომელი თემები გადაწყვეტა ხდება ხოლმე ამ მოლაპარაკებებში? ძალიან საინტერესო კითხვა. უნდა განვმარტოთ, მედიაციის ორი ფორმა არსებობს. ერთი არის კერძო მედიაცია, მეორე სასამართლო მედიაცია. სასამართლო მედიაციის შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სავალდებულო მედიაციას, როდესაც ხდება სასამართლოში მოხვედრილი საქმეების მოლაპარაკების გზით მედიატორისათვის გადაცემა. ეს დავებია საოჯახო დავები, მემკვიდრეობითი დავები, შრომითი დავები, სამეზობლო დავები, ფინანსური დავები, თუ დავის საგნისხირებლება 20.000 ლარს არ აღემატება, ასევე საბანკო დავები, თუ დავის საგნისხირებლება 10.000 ლარს არ აღემატება და ამასთან მხარეთა შეთანხმებით თუ ორივე მხარეს სურვილი იქნება, ნებისმიერი დავა შეიძლება გადაეცეს მედიატორს და საქმის წარმოება შეჩერდეს სასამართლოში. რაც შეეხება კერძო მედიაციას, ამ შემთხვევაში არ ვართ შეზღუდული. მხარეს შეუძლია, არსებობს მედიატორთა ასოციაცია, შეგვიძლია ვებგვერდზე შევიდით mediators.g, ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი მედიატორი, მივმართოთ განცხადებით პროფესიონალი მედიატორი დაგვეხმარება რა კრიტერიუმებით თუ შევარჩიოთ, თუ თქვათ არ ვიცნობთ ამ ადამიანს და რა უნიკალური თვისებებია, რასაც უნდა ფლობდეს თავად მედიატორი, რომ აი ეს ორივე მხარე რაღაცნაირად დაამშვიდოს და კონსენსუსამდე მიემართოს. პირველ რიგში, როდესაც მხარეებს კონფლიქტი ეწყებათ, მივმართავთ ჩვენ ადვოკატებს კონსულტაციისთვის, როგორც ხდება ხოლმე პრაქტიკაში და ადვოკატს აქვს ვალდებულება, რომ ამ ინსტიტუტის შესახებ მინიმალური ინფორმაცია მიაწოდოს. ამ შემთხვევაში, როდესაც ვეძიებით მედიატორს, ვითვალისწინებთ მის პიროვნულ თვისებებს, საზოგადოებაში ცნობადობას, იმ მიმართულებით რა პრაქტიკული გამოცდილება აქვს. როდესაც ჩვენ შევდივართ ვებგვერდზე, ჩვენ მედიატორის პირადი ინფორმაციას ვეცნობით დეტალურად, რა მიმართულებით მუშაობს, რა გამოცდილება აქვს ამ სფეროში. არსებობს მედიატორები, რომლებსაც კონკრეტული მიმართულება აქვს, კონკრეტულად შრომითი დავებზე აქვს მაღალი პრაქტიკა, საოჯახო სამართლებრივი დავებზე აქვს მაღალი პრაქტიკა და ამ მონაცემებით აარჩევს მხარე. მხარეს შეუძლია ერთი მედიატორი აერჩიოს ან რამდენიმე მედიატორი. ძალიან კარგია საოჯახო დავებისას, როდესაც იურისტ მედიატორთან ერთად ვირჩევთ ფსიქოლოგ მედიატორს. შესაძლოა ორი ან სამი მედიატორის ჩაერთოს პროცესში, თუ გსურს რომ მოლაპარაკება უფრო მრავალმხრივ ვაწარმოოთ და არა მხოლოდ სამართლებრივი საკითხებია გასარკვევი, ასევე ემოციური საკითხები უფრო მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტის დროს. აი კონკრეტულად თქვენზეც რო ვისაუბროთ და თქვენზეც რო მოგვიყვეთ, როგორია მუშაობის პროცესი, როდესაც საქმეზე მიდიხართ, ან თუნდაც ვერ თანხდება ვერც ერთი მხარე ამ შემთხვევაში რა. ანუ ჩემ შემთხვევაში დავიწყებ იმით, რომ ბათუმის სასამართლოშიც არსებობს მედიაციის ცენტრი, ბათუმში ყავს მედიატორები და რიგითობის პრინციპით, ან მხარეთა სურვილით არჩევის შემთხვევაში გადმოგვეცემა დავები, ძირითადად ჩემ შემთხვევაში იყო საოჯახო დავები, შრომითი დავები, სამეზობლო სამემკვიდრეო დავები. ეს პროცესი არის არაფორმალური პროცესი. სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც ჩვენ გარკვეულ წესებს ვემორჩილებით, დავის საგანთან მიმართებით ვართ შემოჭრილი, მედიაციის პროცესი არის აბსოლუტურად თავისუფალი პროცესი. ანუ მედიატორი მხარეებთან არაფორმალურ გარემოში, ფინჯან ყავასთან, ჩაისთან ან ნებისმიერ ისეთ სივრცეში, სადაც მხარე კომფორტულად იგრძნობს თავს, აწარმოებს მოლაპარაკებას. სასამართლოს შემთხვევაში სასამართლო გადმოგცემს დავას 45 დღის ვადაში უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკების პროცესი. ანუ ჩემ შემთხვევაში უკავშირდები ორივე მხარეს, პრაქტიკულად ეს ხდება, მათთან შეთანხმებით, ანუ კომფორტულად თუნდაც
პირველად სამუშაო დღის შემდეგ ვათანხმებ შეხვედრის ადგილს, დროს, არაფორმალურ გარემოში ვიწყებთ მოლაპარაკებას. ეს შეიძლება იყოს საერთო შეხვედრების და ინდივიდუალური შეხვედრების საშუალებით. რაც მთავარია, მედიაციის პროცესი არის კონფიდენციალურია, რაც აძლევს მხარეებს, რომ მეტად უფრო თავისუფალი იყოს. ვიცით, რომ ცალ-ცალკე თუ ხდება მხარეებთან შეხვედრა. კი, ხდება როგორც საერთო შეხვედრებზე, ასევე ცალ-ცალკე ინდივიდუალურად ხდებით მხარეებთან. რაც მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურ შეხვედრაზე მხარე თუ მე არ მაძლევს მედიატორს უფლებას, რომ კონკრეტული ინფორმაცია მეორე მხარეს გადავცა, მე მაქვს მედიატორს ვალდებულება, რომ ეს ინფორმაცია შევინახო. აი, ეს არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ მხარეს ხშირად იმაზე მეტის თქმა სურს, ვიდრე სასამართლო დავებზე საუბრობს. რეალურად კონფლიქტის მიზეზი შეიძლება არა, თქვათ, ალიმენტი იყოს, ან ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, არამედ პირადი წყენა, რომელიც შეიძლება მეორე მხარემ არც კი იცის და ამის გაგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ მე მქონია პრაქტიკაში, როდესაც წყვილს ჰქონდა საოჯახო დავა, განქორწინება, ბავშვთან ურთიერთობა და ალიმენტი, მაგრამ მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ შერიგდნენ და შეწყვიტეს ეს დავა. ანუ რეალურად გაირკვა მათი კონფლიქტის მიზეზი და არა ის, რომ ანუ მეორე მხარეს არ ქონდა რეალურად ინფორმაცია, რის გამო იყო ნაწყენი ყოფილი მეუღლე. აქ მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვს თავად მედიატორს და საინტერესოა, აი როგორ მთავრდება ძირითად შემთხვევაში ეს ჩემ შემთხვევაში თქვენი გამოცდილება ჩემი გამოცდილებით საკმაოდ კარგად მთავრდება, ანუ მეტად შემთხვევაში ვახერხებთ მოლაპარაკების შეთანხმებით დასრულებას, თუმცა მე ვფიქრობ, სავალდებულოდ არ არის რომ შეთანხმების დოკუმენტი შედგეს. მნიშვნელოვანია რომ მხარემ შეძლოს ამ პროცესში მონაწილეობა და თუნდაც კონფლიქტის მიზეზების მოგვარება. შესაძლებელია რაღაც საკითხზე ვერ შეთანხმდეს, მაგრამ ცივილური კომუნიკაციის უფლებას უკვე ინარჩუნებენ, ერთმანეთს ესალმებიან, კითხულობენ. მანამდე საკმაოდ მწვავე ურთიერთობა აქვს და რაც მთავარია მედიატორს ამ პროცესში ყველაზე დიდი ფუნქცია გაკისრია მოსმენის უნარი, ანუ სწორად უნდა მოусმინო მხარეს, გაიგო და სწორი შეკითხვებით უნდა დაანახო ის ინტერესები, რაც მას რეალურად გააჩნია. ამ შემთხვევაში ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ მედიატორები, მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას და ჩვენ ვეხმარებით, რომ მათი ინტერესები სწორად დავანახოთ. ორივე დარჩეს კმაყოფილი. ამ შემთხვევაში მედიაციის დროს ვამბობ, რომ ორივე მხარე არის გამარჯვებული, დამარცხებული მხარე მედიაციას არ ყავს, რადგან ორივე მხარე თავად ადგენს შეთანხმების პირობებს. ანუ რაზე სურთ შეთანხმება, მხარეების ნებაზეა დამოკიდებული და არა ვთქვათ სასამართლოზე, არბიტრზე ან მესამე პირზე. და ეს ძალიან კომფორტული საშუალება იმისთვის, რომ სამუდამოდ დასრულდეს მხარეებს შორის წარმოშობილი დავა. აი, რა რჩევებს მიცემდით მათ, ვინც განიცდის, ესე ვთქვათ, ამ პროცესშია დავებს და ალტერნატიულ გზებზეც რო ვისაუბროთ? მე მივცემდი რჩევებს, სანამ სასამართლოს მიმართავთ, დროის ფინანსური ეკონომიის და ადამიანური რესურსის ეკონომიის კუთხით მიმართავთ მედიაციას. ეს არ გზღუდავთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ სასამართლო ვადები დაერუღეს, მედიაციაში მიმართვა უკვე აჩერებს ვადა სასამართლოში მიმართვის. ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ, რატომაც არა, არ არის ეს ძვირი სერვისი, შეგვიძლია კონფიდენციალურად, სწრაფად, ნაკლები დანახარჯებით დავასრულოთ დავა. ამ შემთხვევაში კერძო მედიაციაში არ ვაგაქვს შეზღუდული ვადა, მხარე თავად განსაზღვრავს ამ დავის დასრულება ერთ თვეში სურს, ორ თვეში სურს თუ სამ თვეში. სასამართლოს შემთხვევაში კანონმდებლობით განსაზღვრულია ვადა, მაგრამ სამწუხაროდ ობიექტური მიზეზების გამო რეალურად ვერ ვასრულებთ დავას იმ ვადაში, რა მოლოდინიც გვაქვს და მედიაციაში ჩვენ თავად განსაზღვროთ, რა პერიოდი გვსურს ეს დავა გაგრძელდეს. ასევე საინტერესოა ის მიმართულება, რომ ეს არ არის უბრალოდ შეთანხმება, ეს სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტია, როდესაც მედიატორი ამტკიცებს მხარეთა მიერ მიღწეულ შეთანხმებას, მხარეს შეუძლია მიმართოს განცხადებით სასამართლოს, სულ რაღაც 150 ლარს იხდის სახელმწიფო ბაჟს და სასამართლო ამტკიცებს მედიაციის შეთანხმებას. ანუ ჩვეულებრივი სასამართლო გადაწყვეტილება აქვს მხარეს, ესე რომ ვთქვათ, ხელში სამწლიანი დავის მიუხედავად შეუძლია არჩიოს ერთთვიანი ან ორთვიანი პროცესი. მეც ახლა ხანს მე როგორც ადვოკატმა მივმართე მედიატორს, ვთქვათ, საკმაოდ დიდი 300,000 ლარის დავის საგანი დავასრულეთ მორიგებით. რამდენიმე დღეში ვაპირებთ ბათუმის საქალაქოში შევიტანოთ დასამტკიცებლად და ძალიან კარგად ვგრძნობ, კომფორტულად. მე პირველ რიგში, როდესაც მხარე მომმართავს, ყოველთვის
იურიდიული კონსულტაციისას ვთავაზობ, რომ მოდი ვცადოთ მედიაცია, რატომაც არა, კარგი საშუალება, რატომ უნდა ვიწვალოთ 3 წელი. რომელი საკითხებია ყველაზე ხშირი დავის საგანი? ოჯახური მოგმართავენ და თუ თქვათ დავაა და რაღაცა კონფლიქტია ოჯახში, რახან გადაწყვეტილება ორივე მხრიდან მიღებულია, რომ თქვენამდე მოვიდნენ, ანუ მედიაციამ და ესე იგი სადღაც მზაობა არის ორივე მხრიდან, ხო? აი ესეთი შემთხვევა თუ არის, რომ თქვათ ერთი მხარე მზად არის შეთანხმებისთვის და მეორე რაღაც კატეგორიულ უარზეა და აი რაღაცა კი არის ესეთი შემთხვევები, ზუსტად მაგრამ სწორად უნდა აუხსნათ მხარეს, რომ რა უპირატესობები აქვს მედიაციას. თუ პრინციპულად არ არის ანუ მხარე მოლაპარაკებისთვის მზად, იმასთან დიდხანს მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს, მაგრამ ყოველთვის გაბრაზებულ მხარეს, ნაწყერ მხარეს სურს ვიღაცამ მოусმინოს. მესამე პირმა, ნეიტრალურმა პირმა, მიუკერძოებელმა, ობიექტორმა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ერთმანეთს არ უსმენთ ბოლომდე. სამწუხაროდ ესე ხდება. ყველას ავტომატურად ჩვენს ადვოკატებს პასუხები გვიბრუნდება. მედიატორი ამ შემთხვევაში ხშირად ვეკითხებ, თუ სწორად გავიგეთ თქვენს მეუღლეზე ნაწყენი ხართ, პირობითად რა ამართ რომ არ მოგართვათ ვარდები, რომელსაც ელოდებოდით და კი ასე ჩვენ ვწდებით დავის საგანს და არა ვთქვათ ალიმენტს განვიხილავთ ან ბავშვთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა ამაზე უნდა მივიდეთ, მაგრამ რეალური წყენის მიზეზებს, ანუ კონფლიქტის მიზეზია. არის ძალიან ფსიქოლოგიური ფაქტორები უნდა მედიატორი, როცა მე ვიწყებ მედიაციას, ვცდილობ რომ დავივიწყო ადვოკატი რომ ვარ და არ უნდა მივცე მათ სამართლებრივი რჩება, მინიშნება, კითხვებით უნდა დავანახო, მათ წამოწევთ და გახდეთ თქვენს ქალბატონი და ადამიანური დაინახოთ ყველა. კი, და ძალიან ესე მარტივად, ანუ არაფორმალურად, ხშირად მათ საცხოვრებელ მისამართზეც მივსულვარ და ანუ თქვენ ფინჯან ყავასთან ერთად გვისაუბრეთ, ძალიან მარტივად იხსნება მხარე. თუ გრძნობს რომ ის არის უსაფრთხოდ, დაცულად, გარკვეულად კი, ადამიანურად ძალიან ხშირად ხდება ისე რომ არც მეგობარს არ ეუბნება, არც ადვოკატს, არც სასამართლოზე არ სურს და როცა ეუბნებ რომ ეს ინახება საიდუმლოდ, ყველაფერს გიყვება და უკვე მედიატორის როლზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებ რომ თავად ათქმევინო ვთქვათ მხარეს მეორე მხარისთვის, რომ მეუღლისთვის რომ რა ეწყინებინა. რამდენად ხელმისაწვდომია ეს სერვისი და ვთქვათ ხელმისაწვდომი არის, ანუ საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში უკვე გაიხსნა მედიაციის ცენტრები, მედიატორთა ასოციაციაც უკვე ძალიან ბევრი მედიატორითა რეგისტრირებული, ასე ბათუმში გვყავს უკვე 12-ზე მეტი მედიატორი თუ არ ვცდები უკვე. ეს არის ძალიან კარგი ციფრი მასთან შედარებით, რომ ფაქტობრივად წელიწადში და რამდენიმე თვეა ეს ინსტიტუტი ბათუმში ამოქმედა აქტიურად. როცა დაიწყო ამოქმედება ამ თემაზე ვისაუბროთ კიდევ ჩარშან ამ სტუდიაში და მედიაციის ცენტრიც არსებობს ბათუმში. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ანუ მედიატორს თავად მხარეები უთანხმდებიან ანაზღაურებას და ინდივიდუალურად მედიატორზეა დამოკიდებული. სასამართლოს შემთხვევაში ძალიან სიმბოლური თანხა, ფაქტიურად ხშირად ანაზღაურების გარეშეც ვემსახურებით ამ სერვისით, რომ ეს ინსტიტუტი უფრო მეტად განვითარდეს და ნაკლები კონფლიქტი იყოს ქვეყანაში. ჩაულებროთ ვებგვერდი გაქვთ. კი, მედიატორს სურვალებმა რომ მოგმართოთ. კი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მედიატორს G-ზე აირჩიოს მედიატორი, მიმართოს განცხადებით საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია. ძალიან მოქნილი და მარტივი პროცესია. წარმატებები თქვენ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ წარმატებები, ესეც საინტერესო. შევახსენოთ მაყურებლებს, დილის ალღის სტუმარი იყო მედიატორი, ადვოკატი გულო დილავერიძე. ასეთი იყო დრო და სასრულს მივახლო და დემეტრე თუგნე შენ დაიმშვიდობე მაყურებლებს, იმიტომ რომ რაღაცა გუში ხო დავიმშვიდობე, ახლა შენ დაიმშვიდობე. არა, რაღაც უთხრა ერთი ორი. მოდი არ ვიჩხუბოთ ახლა აქ. მოდი ვიკამათოთ და ესე შემდეგ მედიატორი დაგჭირდება, არ გაუშვათ დავიტოვოთ აქ. ასეთი იყო დღევანდელი დილის ტალღა, ხვალ კვლავ შემოგერთდებით დილის 9-ის ნახევრიდან მე და დემეტრე, ასე რომ დარჩით აჭარის ტელევიზიაზე, წინ კიდევ საინტერესო გადაცემები იქნება დღის განმავლობაში. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ.